ადამიანებს დავანახოთ, როგორ უნდა დაიკლონ წონა ისე, რომ ეს პროცესი იყოს სასიამოვნო, ეფექტური და მეორედ აღარასდროს აღარ დაუდგეთ ის საფრთხე, რომ წონა უკან დაიბრუნონ და გახადონ ეს ყველაფერი მათი ცხოვრების ნაწილი და წესი. სურთ 10 დღეში დაიკლონ, 5 დღეში დაიკლონ, 1 თვეში დაიკლონ რაღაცა სასწაულებრივად. ასეთი რამე არ ხდება. გააჩნიან რაოდენობას, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩანსაღი ცხიმი იქნება, ნახშირწყალი იქნება, ცილა იქნება, კიდევ ერთხელ გამომეორდები. ზომიერება არის ერთ-ერთი გასაღები, რომელსაც უნდა მივაღწევთ. ბალანსი არის ის გასაღები. თუ ეს სწორად ააწყე და გაუგე, არის ძალიან საინტერესო მოგზაურობა. ვარჯიშის შემდეგ, თუ არ არის კვება დაბალანსებული, ადამიანი იღებს ჭარბი რაოდენობით საკვებს. ფიქრობენ, რომ არიან ჯანსაღ კვებაზე და წესით უნდა დაუდგეთ წონის კლება. მაგრამ ეს ყველაფერი არ დგება. მოგესალმებით საქართველოს ნუტრიციოლოგიის აკადემიის პოდკასტზე. მე ვარ ანა კორინთელი, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის კვების კოუჩი და ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის ფიტნეს ინსტრუქტორი. დღეს მე და ჩემი კოლეგა ანა გოგობერიშვილი ძალიან საინტერესო თემებზე გესაუბრებით. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ჩემ თავსაც, მე ვარ ანა გოგობერიშვილი, როგორც ითქვა, ასევე სერტიფიცირებული ნუტრიციის კოუჩი, რაც ძალიან მახარებს უკვე 1 წლიანი პრაქტიკის გამოცდილებით. ასევე ვარ მთავარი ბუღალტერი, ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის ტრენერი. ანა, დამეთანხმების სანამ დავიწყებდით სხვების დახმარებას, ჩვენ თავზე გამოვცადეთ ძალიან ბევრი შეცდომა. დაწყებული არაადეკვატური დიეტებიდან დამთავრებული გაუსაძლისი შიმშილით. როგორც ყველა მიცის, შენ დაიკელი 45 კილო, რაც არის სასწაული შედეგი. ხომ ვერ მოგვიყვებოდი შენი გზის შესახებ? სანამ ამ შედეგს მივაღწევდი, მანამდე მქონდა კონკრეტული ცხოვრებისეული გზა და საინტერესო გამოცდილებაც. მინდა გითხრა ანა, რომ 25 წლის წინაც ასევე მქონდა წონის კლების დიდი მაჩვენებელი. თუმცა ის, რაც მე ამ ბოლო დროს გავაკეთე, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც იყო წარსულში. წარსულში, როდესაც მე ვიცავდი კვების წესს, დიეტას, ეს არ იყო ჩემი ჩერჩეული, მივედი კონკრეტულ ენდოკრინოლოგთან, რომელმაც შეადგინა კვების წესი. ძალიან ასე რომ ვთქვა, ზედმიწევნით ვიცავდი ამ კვების წესს, მე თვითონ ესეთი ადამიანი ვარ, ანუ რაც იყო დაწერილი, იმას ვასრულებდი. თუმცა ამ გადასახედიდან მე უკვე ხედავ, რა იყო იმ კვებაში შეცდომა. აი, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ კვების წესი აგებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ მცენარეულ კვებაზე და ნახშირწყლოვან კვებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ეს მაკრონუტრიენტები იყოს გამოყენებული და ძალიან ნაკლებად იყოს გამოყენებული ცილა. ეს იმდენად მტკივნეული იყო, სხვათა შორის აღვწერ ძალიან საშინელ შიმშილის გრძნობას, რომელიც თან მდევდა მთელი იმ თვეების განმავლობაში, რომელიც იყო საგრძნობლად გაუსაძლისი. ანა, რამდენი კილოგრამი დაიკელი და რამდენად იყო რეალურად საჭიროება იმის, რომ შენ წონა დაგეკლო იმ პერიოდში? იმ პერიოდში დავიკელი 18 კილოგრამი, შეიძლება იყოს საჭიროება, მაგრამ ამდენის არა და არც ასეთი გზით. ნახე ანა, ჩვენ არ ვამბობთ მაინდა-მაინც იმას, რამდენი არის, თქვათ, საჭიროება, ასევე უნდა შევაფასოთ ფასი, რა ფასს ვიხდით კონკრეტულად ამ წონის კლებისთვის. თან საჭიროა წონის კლებაში ცხიმოვანი მასის შემცირება და არა კუნთური მასის შემცირება. მე როგორც აღვნიშნე, მქონდა საშინელი შიმშილის გრძნობა, რომელიც არ იყო მართვადი. ანუ, როდესაც მივყვებოდი დაწერილს, ის დაწერილი დიეტა უკვე მეუნებოდა, რომ განწირული იყო შიმშილისთვის. იქ შეუძლებელია ადამიანთან არ დამდგარიყო ეს გრძნობა, იმიტომ რომ როდესაც არღებულობ ცილას. რამდენი წლის იყავ იმ პერიოდში? მაშინ 18 წლის ვიყავ. მაშინ 18 წლის იყავ, საკმაოდ პატარა. კი, და მით უმეტეს მოზარდისთვის ასეთი კვების წესი ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ იყო იქ რაღაცა ცუდი შედეგები, რამოდენიმეჯერ გულის წასვლა, იმიტომ რომ უკვე ვიყავი დეჰიდრატირებული, არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, თქვათ, წყლის მიღება როგორ უნდა მომეხერხებინა სწორად, თქვათ, როგორი კოეფიციენტით უნდა დამესვა. მე სხვათა შორის ზუსტად მახსოვს, რას მივირთმევდი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, მე დღესაც შემიძლია დეტალურად ჩამოვწერო ყოველი გრამი და ამ გადასახედიდან რო შევხედე, ჩემი კვება შედგებოდა მხოლოდ 10-დან 15 გრამ ცილით. შენ წარმოგიდგენია 18 წლის მოზარდი დასვა მხოლოდ 15 გრამ ცილაზე, როდესაც მინიმალური საჭიროება, ყველაზე მინიმალური იყო დაახლოებით 75 გრამი. აი, ყველაზე მინიმალურ კოეფიციენტს. კრიტიკულად დაბალი დონეა, ნამდვილად გეთანხმები, მაგ შედეგით აუცილებლად დაკარგავდი ზუსტად იგივე რაოდენობის და თუ უფრო მეტი რაოდენობის კუნც არა, ვიდრე ცხიმსაც დაკარგავდი. და უბრალოდ ეს გამოცდილება ჩვენ ძალიან გვეხმარება. ანა, მე ვიცი, რომ შენც გაქვს იგივენაირი გამოცდილება და
ძალიან კარგია, იცი რა, ასეთი გამოცდილებით მოვდივართ, იმიტომ რომ ეხლა უფრო სხვანაირად დავეხმარებით ჩვენს კლიენტებს, იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვაქვს გადატანილი და საერთოდ ნებისმიერი კარგი აღმოჩენაც და მიღწევებიც რაღაცა პირადულიდანაც იწყება. ასე რომ არ მინდა ამ ყველაფრის დრამატიზირება, მე პირიქით ამ გამოცდილებას ვიყენებ იმისათვის, რომ დღეს მომეცა ძალა, რომ გამხდარიყავი ის ადამიანი, რომელიც შეძლებდა სხვების დახმარებას. და როგორც ვიცით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარე და ძალიან კარგი შედეგები გაქვს შენ მომხმარებლებთან. ხომ ასეა? კი, ნამდვილად, ამასაც გავშლით ფართოდ და შენი გამოცდილებაც მომიყევი. ჩემ გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემი ჭარბწონიანობა დაიწყო ბავშვობის ასაკში. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ვიყავი ჭარბწონიანი და ჩემთვის ეს ყველაფერი უდრიდა ბარიერს, რადგან ხშირად ბავშვები არც მეთამაშებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭარბწონიანი ვიყავი, არ შემეძლო სირბილი, არ შემეძლო მათთან ერთად ესეთ ფიზიკურ აქტივობებში ჩართული ყოფილიყავი და მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერობის ასაკში დავიკელი ავტომატურად წონა და უკვე აღარ ვიყავი ჭარბწონიანი, სარკეში მაინც ხედავდი იმ პატარა ბავშვს, რომელსაც არ ეთამაშებოდნენ პატარები. აქედან გამომდინარე, თინეიჯერობის ასაკში დავიწყე დიეტა, რომელიც ჩემით მოვიგონე. აქ არავინ არ იყო ჩართული და ეს კვება შედგებოდა ძირითადად ვაშლისა და ბრინჯისგან. ალბათ ვკითხავ, რატომ არა ორი ჩემი საყვარელი პროდუქტი იყო იმ პერიოდში, რამაც გამოიწვია ის, რომ დავიკელი 15 კილო, ცოტა მეტი, ვიყავი 35 კილო უკვე 16 წლის ასაკში, კრიტიკულ საკმაოდ დიდი წონის დეფიციტი მქონდა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შემდგომ საჭირო გახდა წონის მატება და ამ ყველაფერს თან დაერთო, რა თქმა უნდა, კვებითი აშლილობაც, binge eating-ი, რომელსაც შემდეგ მთელი 2 წლის და არა ცოტა მეტის მანძილზე ვებრძოდი და ვებრძოდი სრულიად მარტო. ეს ყველაფერი კი გამოიწვია იმან, რომ თუნდაც სიმსუქნე რაღაც ეტაპზე საზოგადოებაში ეს არის ბარიერი, ძალიან დიდი ბარიერი. ჩვენ ვებრძვით ჭარბწონიანობას არა იმიტომ, რომ ეს არ არის სილამაზე. რეალურად ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია და რაღაც და ოდესღაც ჭარბწონიანობა, სხეულის ცხიმი, ხო? აღიქმებოდა სილამაზეთ, მაგალითად, შუა საუკუნეებში, უფრო სიმდიდრედ და შეძლებულობად. ჩვენ ვებრძვით რეალურად სიმსუქნეს და ჭარბწონიანობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ გართულებას იწვევს, ხომ ასეა? და იწვევს სიკვდილიანობის რისკის გაზრდას. და სწორედ ამ კუთხით ვებრძვით ჩვენ. მაგრამ სოციუმში ისეა, რომ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე ადამიანს რიყავენ ხოლმე, მათ შორის ბავშვებს, ბავშვები ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, ბაღში, სკოლაში, მეგობრების წრეში და შეიძლება მეგობრები ესეთ ადამიანებს არ წყავდნენ, რაც რაღაც გარკვეულ დახს ასვავს, რაღაც ეტაპზე. მით უმეტეს ეს ყველაფერი როდესაც ბავშვობაში ხდება, შემდეგ თინეიჯერობის ასაკში აუცილებლად რაღაც ისეთი ნაბიჯებისკენ გვიბიძგებს ხოლმე ეს ყველაფერი, რომელიც შეიძლება ოდესღაც ძალიან ვინანოთ. დღესდღეობით ამ ყველაფერს არ უნანობ, იმიტომ რომ ამ წერტილში სადაც ახლა მოვედი, ამ გამოცდილების გარეშე ვერ მოვიდოდი, მაგრამ ძალიან რთული იყო და ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლო და მებრძოდელა სრულიად მარტო. ძალიან საინტერესო თემას ნახე, შენ შეეხება მოტივს, რა უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მოტივი, რატომ გსურს, თქვათ, კონკრეტული წონის მიღწევა. არა ის, რომ თქვათ, ვიყოთ უფრო ბედნიერები, რაც ხშირად უფრო არასწორად უკეთებენ აქცენტს, იცით? ჩვენ არ ვიცით ადამიანის წონის კლების მერე ის უფრო მეტად ბედნიერი იქნება თუ უფრო მეტად ლამაზი, ამის იდენტიფიცირება ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს, ცხოვრების განსხვავებული ეტაპები აქვს. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ სწორი מחვილები. იმიტომ გსურს სწორედ ჯანსაღი კვება, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები. ნამდვილად. აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში. რეალურად წონის კლების მიზანი არ უნდა იყოს ის, რომ სოციალურ გარემოს მოერგო. წონის კლების მიზანი უნდა იყოს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. სიმსუქნე, რომელიც იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას და სიკვდილიანობის რისკის გაზრდას, თუნდაც გულსაყრდო დაავადებების სიკვდილიანობის რისკის გაზრდას, დიაბეტს და ასე შემდეგ. ამას უნდა ვუმკურნალოთ და ამას უნდა მივხედოთ და არა იმას, რომ კონკრეტულ ადამიანებს მოვეწონოთ. ეხლა ძალიან ხშირად ხვდები ჩემს გარშემო, თუნდაც ადამიანი ჭარბწონიანი არ არის გამხდარი.
არის საკმაოდ ტონუსში მყოფი, მაგრამ აქ ცხიმის ცოტა მეტი რაოდენობა, ვიდრე მას უნდა ქონდეს. და კონკრეტული ადამიანებისთვის შეიძლება იყოს მიუღებელი. და ხშირად ეუბნებიან ხოლმე ესეთ ადამიანებს, რომ აი ცხიმი უნდა შეამცირო, დიეტაზე უნდა დაჯდე, რეალურად როდესაც ამის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს და შეიძლება ადამიანს საკუთარი თავი მოსწონდეს კიდეც. ხო, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავიმიჯნოთ, რისთვის გვინდა წონის კლება და რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. რა იქნებოდა ჩვენი ბედნიერება. და აი ძალიან საინტერესო საკითხი შეეხება, იმიტომ რომ თავდაპირველად როდესაც გვაქვს კლიენტთანაც საუბარი, სწორედ აი ამ გამიჯვნას ვაკეთებთ, რომ რა არის ძირითადი მოტივი წონის კლების, რომ ეს არ არის მოკლევადიანი მიზანი, არამედ არის გრძელვადიანი მიზანი, თითქოს კაპიტალს ვდებთ საკუთარ ჯანმრთელობაში. ეხლა ისევე როგორც თქვათ, ბიზნესში კონკრეტული გარიგება შეიძლება არ იყოს სარფიანი, მაგრამ ჩვენ ამ გარიგებას უყურებთ როგორც პოტენციალს იმისათვის, რომ კონკრეტულმა ნაბიჯმა მიგვიყვანოს უფრო კარგი გარიგებისკენ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ბიზნესში ეს გრძელვადიანად იყურება, ის მოგებას არ უყურებს მოკლე ჩარჩოში, არამედ უყურებს შედარებით გრძელვადიანად. და ძალიან კარგად ვაკავშირებ ამას კვებასთან. იცი, როდესაც ჩვენ ვართ კონკრეტულ კვებაზე, ჩვენ ამას არ ვუყურებთ, რომ ეს გვინდა გავაკეთოთ სწრაფად, როგორც ხშირად იციან სწრაფი დიეტების ფონზე. სურთ 10 დღეში დაიკლონ, 5 დღეში დაიკლონ, 1 თვეში დაიკლონ რაღაცა სასწაულებრივად. ასეთი რამე არ ხდება. 1 თვეში და 10 დღეში ადამიანი ვერ შექმნის კაპიტალს თავის ჯანმრთელობაში. ცოტა მეტი ხანგრძლივი დრო გჭირდება, რომ გავიდეთ გრძელვადიან ეფექტზე. თუ არა და შენ ძალიან კარგად იცი, რომ დგება მერე იო-იოს ეფექტი, რასაც ქვია დაკლება და ისევ მომატება. კი, ნამდვილად ესეა, მით უმეტეს, როდესაც სწრაფად ვიკლებთ განსაკუთრებით ძალიან დიდ წონას, წეღან როგორც ახსენე, 50% ან მეტი შეიძლება კუნთი წავიდეს და 50% ან მეტი შეიძლება წავიდეს ცხიმი. ჩვენ როდესაც მომხმარებლებთან მუშაობთ ისე, რომ კუნთური მასა მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ 100% შეიძლება რომ შეუნარჩუნდეს ადამიანს, მაგრამ როდესაც ადამიანი იკლებს და მასთან ერთად კარგავს დიდი რაოდენობით კუნთურ მასას, ადამიანის ორგანიზმი ისე ამოწყობილი, რომ ცხიმოვან მასას უფრო მალე აღიდგენს და ყოველთვის მიემართება იმისკენ, რომ კუნთოვანი მასაც აღიდგინოს. ეხლა წარმოიდგინე, ცხიმოვანი მასა აღიდგინა ადამიანმა, ხო? კუნთური მასა არ აქვს აღდგენილი. ორგანიზმი იმდენს გააკეთებს, სანამ ისევ ძველ კუნთურ მასას არ დაიგროვებს. აქედან გამომდინარე, პროგრესულად იზრდება წონა. და ალბათ შენც ქონია შემთხვევა ისეთი, რომ ადამიანი მოდის შენთან გეუბნება, რომ დავკლე წონა არაადეკვატური, ძალიან ბევრი არაადეკვატური დიეტით და ორმაგი მოუმატებია. რამდენად გქონია ესეთი შემთხვევა? ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან ესეთი ადამიანები. ჩემთანაც. მე ვიყავი ამის მაგალითი, რომელიც ციკლურად იკლებდა, იმატებდა და ასეთი თითქმის ყველას ისტორია არის ასეთი, რომ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. იწყება რაღაცა მივდივართ კონკრეტულ შედეგებამდე, მაგრამ როგორც ვამბობთ, ეს არ არის ხანგრძლივი, არის მოკლე, ეფექტიანი, ასე რომ ვთქვა და ისე ბრუნდება წონა. ანუ მაშინ ისმის კითხვა რისთვის ვიბრძვით, ანუ რას ვაკეთებ. და ისე სამედიცინო ენითაც რომ ავხსნათ, ეს არ არის ადამიანის ბრალი, იცით, ადამიანები ამას აბრალებენ, რომ აი სუსტინების ყოფა მაქვს და ვერ გავუძელი და სინამდვილეში საერთოდ არ არის ეს ნების ყოფის ბრალი, ტყუილად ვადანაშაულებთ საკუთარ თავს. სამედიცინო ენითაც რო ვთქვა, როდესაც სხეული დიდხანს შიმშილობს, ის განიცდის უკვე კრიზისს, გადადის თავდაცვით რეჟიმში, რომელსაც ქვია ადაპტაციური თერმოგენეზი. ეს არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია. ეხლა წარმოიდგინეთ, მშრალ ღრუბელი უფრო კარგად შეიწოვს წყალს თუ დატენიანებული ღრუბელი, ხო? ანუ იწოვს უკვე სხეული იმ ნებისმიერ საკვებს და ენერგიას და გარდაქმნის ცხიმად, როდესაც შენ დიდხანს აშიმშილებ. კონკრეტული ფერმენტი, რაც მოქმედებს ჩვენს ორგანიზმში, ლიპოპროტეინ ლიპაზა, ის თავის როლს ასრულებს. მისი დავალება სწორად გადაანაწილოს ცხიმი, მაგრამ როდესაც ორგანიზმი დიდხანს არის მშიერი, იზღებულობს დავალებას, რომ არ დაკარგოს არც ერთი ენერგია და ნაშიმშილებულ სხეულში, ასე რომ ვთქვათ, ხო, უკვე სტრესულ სხეულში ცხიმს იოლად შეინახავს. და ამიტომ არ არის ანა რომ ამბობენ რომ
რეალურად ძალიან სწრაფად მოხდა წონის მატება. აი, ამას ხშირად აღნიშნავენ, რომ დიდი ხანი დასჭირდათ წონის კლებისთვის, მაგრამ მალევე დაიბრუნეს დაკარგული კილოგრამები. კი, ესეა და რეალურად ადამიანის ორგანიზმი ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს ავნოს. ადამიანის ორგანიზმი ამას აკეთებს იმისთვის, რომ გადარჩეს. ცხიმოვანი მასა საუკუნეების მანძილზე იყო გადარჩენის გარანტი. რეალურად მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები შიმშილობდნენ და ნაკლები საკვების ხელმისაწვდომობა ჰქონდათ გაზრდილ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ცხიმოვანი მასა მათ არ ჩენდათ. ან ცხიმოვანი მასის გამოა რომ ადამიანები გადარჩნენ და დღესდღეობით მოვიდნენ აქამდე. მაგრამ დღეს მთელი მოცემულობა შეიცვალა. დღეს უკვე გაიზარდა საკვები და საპირისპირო გარემოში მოვეკეცით. ვინაკლებ ფიზიკურ აქტივობასთან გვაქვს მეტი საკვები, რამაც დააყენა ზუსტად ეს პრობლემა. ხო. კი, და მე დარწმუნებული ვარ შენი კლიენტებით, რომლებიც ვარჯიშობენ უკვე ამ კუთხით, ხო, შეიძლება შიმშილობენ კიდევაც დილას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც მეტად იშიმშილებს და მშიერზე ივარჯიშებს, აი ეს კუთხეც რომ გაგვიშალო, იმიტომ რომ ხას უსვავს იმის აუცილებლობას, რამდენად აუცილებელია ჩვენი მხრიდან შიმშილი თუ დაბალანსებული კვება. ნახე, ჩვენი მხრიდან შიმშილი ყოველად გაუმართლებელია. როდესაც ვარჯიშობთ, ვარჯიშის მიზანი ეს არის კუნთოვანი მასის მატება, ხო ასეა. ჩვენ თუ ვიშიმშილეთ, კუნთოვან მასას ვერ მოვიმატებთ. ეს ხდება. ადამიანის ორგანიზმი ისე მოეწყობა, რომ კუნთსაც დაკარგავს, ცხიმსაც დაკარგავს, ყველაფერს დაკარგავს, მთავარია საცეცხლო ფუნქციები შეინარჩუნოს. მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ ზოგადად ქალის ორგანიზმი და მამაკაცის ორგანიზმი. და რატომ ვარჯიშობენ ხოლმე უსმოთ? ანუ შიმშილის პერიოდში რატომ ვარჯიშობენ? კაცის შემთხვევაში ეს რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს გამართლებული. გამართლებული შეიძლება იყოს იმიტომ, რომ მათ განსხვავებული რეპროდუქციული სისტემა აქვთ ვიდრე ქალებს. კაცის შემთხვევაში ტესტოსტერონის დონე, ანუ მათი სასქესო ჰორმონის დონე მუდმივად სტაბილურია. პირიქით შეიძლება შიმშილის პერიოდში ოდნავ მგრძნობელობა იმატებდეს კიდეც. კაცის შემთხვევაში შენი საყვარელი AMPK გზა, ანუ ის გზა, რომელიც ცხიმს წვავს, ხო, უფრო აქტიურდება შიმშილის ფაზაში და მიტოქონდრიული სიმჭიდროვე, ანუ ის პატარა ორგანელების რაოდენობა, სადაც ცხიმი იწვის, შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს. მაგრამ საპირისპირო შედეგი გვაქვს ქალის შემთხვევაში. ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეს არის რეპროდუქცია, ხო? როდესაც ქალი შიმშილობს, ჩვენ ვიცით, რომ დილით ისედაც კორტიზოლის დონე გვაქვს საკმაოდ მაღალი პიკზე. ეხლა წარმოიდგინე, ვარჯიშობ, კორტიზოლის დონე კიდევ უფრო მეტად იმატებს და ეფექტი არის ორმაგი. მაგრამ კორტიზოლს და ქალის სასქესო ჰორმონს პროგესტერონს აქვს ერთი და იგივე წინამორბედი, პრეგნენოლონი. როდესაც უსმოთ ვარჯიშობთ, პრეგნენოლონის მთელი მარაგი მიდის კორტიზოლის სინთეზში და არა პროგესტერონის. ეს ერთი რამხრითაც შეიძლება რომ ამ ყველაფერს შევხედოთ. ასევე ქალის ორგანიზმში გვაქვს ესეთი ნეირონები, კისპეპტინის ნეირონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპროდუქციულ ფუნქციაზე. კაცის ორგანიზმში შევხვდებით ამას, მაგრამ მათი რეცეპტორების რაოდენობა იქ უფრო ნაკლებია ვიდრე ქალში. და ეს კისპეპტინები უფრო მეტად გრძნობიარები არიან, როდესაც ლეპტინის, ანუ დანაყრების ჰორმონის რაოდენობა არის მაღალზე, ასევე ინსულინის რაოდენობა არის მაღალზე. როდესაც შიმშილობ და გრელინის რაოდენობა არის ძალიან ჭარბი, მათი გრძნობელობაც მცირდება და ორგანიზმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გადარჩეს. ამ დროს ის ფიქრობს, რომ რეპროდუქციისთვის, განაყოფიერებისთვის დრო არ არის და ამ ფუნქციას ცოტა ხანი გვერდზე გადადებს ხოლმე. შედეგად ვიღებთ დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, თმის ცვენას, გაღიზიანებადობას, ლიბიდოს დაქვეითებას და რიგ პრობლემებს, რომელსაც შეიძლება ქალების შემთხვევაში შევხვდეთ. მით უმეტეს, რომ ქალის ორგანიზმი კიდევ ენერგიის დეფიციტისადმი უფრო მგრძნობიარეა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებით ძალიან ხშირად ირღვევა ხოლმე, როდესაც ქალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ერთჯერად ვარჯიშზე არ მაქვს ლაპარაკი, ეს უნდა გრძელდებოდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უზმოდ ვარჯიშობს ხოლმე. და შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა. კი, ძალიან საინტერესო თემას შეეხე, ამიტომ მართლაც არ არის საჭირო, რომ ჩვენი ცხიმოვანი პროცენტული მაჩვენებელი უკიდურესად ქვემოთ ჩამოვწიოთ, ქალისთვის მით უმეტეს. მით უმეტეს ცხიმოვანი ქსოვილი ეს არის ჰორმონალურად აქტიური, ენდოკრინული ორგანოც კი შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ენდოკრინული ორგანო, ხო? იქ ხდება ლეპტინის გამოთავისუფლება, დანაყრების ჰორმონის გამოთავისუფლება. წარმოიდგინე, ახლა ქალი ძალიან იკლებს
იკლებს წონას, მისი ცხიმის რაოდენობა მცირდება, ლეპტინი აღარ გამოთავისუფლდება, ლეპტინი კი რაღაც ეტაპზე პასუხს აგებს სასქესო ჰორმონების გამოთავისუფლებაზე. ასევე ცხიმოვან ქსოვილში გვხვდება ესეთი ფერმენტი არომატაზა, რომელიც ანდროგენულ ჰორმონებს გარდაქმნის ისევ ქალის სასქესო ჰორმონად ესტროგენად. თუ ცხიმოვან მასას ძალიან შევამცირებთ, ეს ფუნქციაც დაირღვევა და რა თქმა უნდა, ქალის ორგანიზმი უბრალოდ გადაერთვება იმისკენ, რომ მხოლოდ გადარჩეს და რეპროდუქციულ ფუნქციას ცოტა ხანი გვერდზე გადადებს, შეიძლება საერთოდ აღარ შეხედოს. აი, ჩემთვისაც კი საინტერესოა, ანა, ეხლა შენ რასაც საუბრობ, იმიტომ რომ უკვე ფიტნეს მწვრთნელის კუთხიდან და ამ გადასახედიდან, ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, სწორი მენეჯმენტი არის ძალიან საინტერესო. ამ კუთხითაც შენ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარები, იმ გაგებით, რომ სწორად ივარჯიშონ, სწორად იკვებონ და არ არის აუცილებელი ზედმეტად თავი მოიკლან შიმშილისგან. არ არის საერთოდ აუცილებელი, შენ თვითონ აღნიშნე, რომ ადრე როდესაც იყავით დიეტაზე გაუსაძლის შიმშილს გრძნობდი რეალურად, რამაც ხელი შეგეშალა და სანამ პოდკასტზე შემოვიდოდით, მანამდე ესეთი რაღაცაც გაქნა თქვამი, რომ იმ პერიოდის მერე დიეტის ხსენებაც აღარ გინდა და გეგონა რომ ვეღარასდროს ვეღარ გააკეთებდი ვერაფერს. ხედავ როგორი სტრესი დატოვა რაღაცა გარკვეულწილად ემოციური სტრესი. ანუ ნახე, მე მაშინ მეგონა რომ ეს იყო ნორმა. აი ეს ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და რა მეგონა, როდესაც ღამე განვიცდიდი საშინელ შიმშილის გრძნობას, მეგონა რომ ეს იყო ნორმა და უნდა მომეთმინა. მინდა ვთქვა რომ იმის მერე გავიდა მრავალი წელი, აი აგერ 25 წელი გავიდა. დღესაც უამრავ ადამიანს ასე გონია. დღეს ადამიანი ფიქრობს რომ უნდა მოშივდეს, აი შეიგრძნოს შიმშილის ეს მტანჯველი განცდა და მხოლოდ ამის მერე დაწვავს იმ კილოგრამებს. კი, ნამდვილად ესეა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ არ შია, წონას ვერ იკლებს. მეგობრებო, ესე არ არის. შიმშილი არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ წონა დაიკლოთ. და ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის, რომ ადამიანებს დავანახოთ, როგორ უნდა დაიკლონ წონა ისე, რომ ეს პროცესი იყოს სასიამოვნო, ეფექტური და მეორედ აღარასდროს აღარ დაუდგეთ ის საფრთხე, რომ წონა უკან დაიბრუნონ და გახადონ ეს ყველაფერი მათი ცხოვრების ნაწილი და წესი. ანა, ეხლა შენ მითხარი, 45 კილო დაიკელი. როგორც ვიცით, სხეულის 1 კილოგრამის კლებისას 100 კილოკალორიით იზრდება მადა. 45 კილო შემთხვევაში ეს იქნებოდა 4500, ხო ასე? თუ შევეშალა მითხარი. არა, 100-ია კი. ანუ ამდენით არის გაზრდილი ხო ჩემი მადა, ხო? წესით ეგრე უნდა იყოს, მაგრამ შენ შედეგს რო ხედავთ და თითქმის ყოველ საღამოს ხვდებით, ყოველ საღამოს თუ არა, ყოველკვირეულად მაინც ხვდებით, ეს ყველაფერი ესე არ არის. როგორ აკონტროლებ ამას? აი, ამას ცოდნა უნდა, ანა უკვე. გაგვიზია რა? აი, აქ არის აკადემიის დამსახურებაც და აი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ეს მინდოდა. მიიღო სათანადო ცოდნა, რომ კონტროლი საკუთარ ხელში ამეღო. და ეს კონტროლი არ ყოფილიყო მხოლოდ ენდოკრინოლოგის კაბინეტში, თქვათ და სხვადასხვა ექიმების კაბინეტში, რომლებთანაც დამეხარჯებოდა ძალიან დიდი დრო და ენერგია. აი, თავად მინდოდა, რომ აი ამის მართვა მესწავლა. და მე გეტყვი ახლა ეს კონტროლი როგორ კეთდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასაწყის. როგორ დაიწყებ? ანუ თავიდანვე სწორედ ესე დავგეგმე, რომ საჭირო იყო კალორიული დეფიციტი შიმშილის გარეშე. შენ ხომ იცი როგორი სტრესი მაქვს გადატანილი შიმშილზე, წარმოუდგენელია. უბრალოდ აი რატომ უნდა შიმშილობდეს ადამიანი? არც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ უნდა იყოს მშიერი და საერთოდ არ აქვს მიზეს მნიშვნელობა. გეთახმები, არც ერთი ადამიანი მშიერი არ უნდა იყოს არასდროს. ვის რაში ჭირდება მშიერი ადამიანი? მშიერი ადამიანი ვერც მუშაობს, არც ბედნიერი, არც ხალისიანია, არც სოციალურად აქტიურია. ანუ მით უმეტეს ჩვენ როგორც ნუტრიციის კოუჩებმა ისეთი რა უნდა გაუწეროთ ან მივცეთ ინსტრუქცია წარმოიდგინე, რომ ადამიანი მივიყვანოთ შიმშილის ზღვარზე, ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი. თუმცა, ნახე რას ვამბობ, შეიძლება შეიქმნას კალორიული დეფიციტი, ანუ მათემატიკურად ეს ზუსტად დავსვათ, ოღონდ ეს ისე იოლად და ისე ლაღად მივაწოდოთ კლიენტს, რომ ის ამას ვერ გრძნობს, ანუ არ არის ესე ციფრებში ჩაციკლული. მე ხა როგორც ბუღალტერ შემიძლია ეს ციფრები კარგად გავთვალო და მომწონს კიდევაც, ნახე, ეს ჩემი ჰობიც არის და სტიქიაც არის, რომ ეს ასე რომ ვთქვათ, ციფრები კარგად გავთვალო. თუმცა ადამიანს შეიძლება ეს ისე იოლად
სრულად მივაწოდოთ, რომ მისთვის არ იყოს დამტანჯველი. გეთანხმები, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები და ვინც ახლა გვიყურებს, ვუთხრათ ესეც, რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ პროცესს ჩვენს კლიენტებთან, ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია, ყოველ საღამოს ვკითხოთ, თუ გრძნობენ შიმშილს. რადგან ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რადგან შიმშილი შეიძლება იყოს შემდეგ ემოციური კვების ერთ-ერთი ტრიგერი. და ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს, ანუ კონკრეტული კვების მიცემა რეალურად ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანი არის პროცესის კონტროლი. ყველა იმ ფაქტორის კონტროლი, რაც შეიძლება გამოიწვიოს წონის კლებამ. ან თუნდაც წონის შენარჩუნებამ და მინდა რომ ეს ყველაფერი გამომიჯნოთ და ჩვენ მასმენელმაც იცოდეს ეს ყველაფერი. და აი ზუსტად ახლა შიმშილზე რო გავაგრძელოთ, რა იყო ჩემი გეგმა და რა მუშაობს შიმშილზე სწორად. აი ესეც რომ გავშალოთ. შენ ახსენე ჰორმონი გრელინი, რომელიც არის მადის მასტიმულირებელი ჰორმონი და ნახეთ რა არის, ანუ არასწორად ესმის ხალხს და რა. გონიათ რომ თუ მოშივდა ეს ცუდია. ანუ ნახეთ, ანუ მოვიდა სიგნალი შიმშილის და თითქოს ეს ცუდია. პირიქით ეს და ითმენენ, თითქოს საჭიროა ამის მოთმენა. ამ სიგნალის და რაც დიდხანს მოითმენ, მით უკეთესია. პირიქით ეს ჰორმონი გვეხმარება, რომ თავის დროზე მივმართოთ, ასე ვთქვათ, გაცნობიერებულ კვებას და მივირთვათ დაბალანსებული საკვები. ანუ ჩვენ ასე არ ვამბობთ, რომ კონკრეტული ჰორმონი ცუდია და კარგია, ისევე როგორც ინსულინზე გონიათ არასწორად და ზოგადად ამ ცნობილმა ინფლუენსერებმა შექმნეს ინსულინის თითქოს მტრის ხატი. კი, აი რაღაც ინსულინოფობია. ზუსტად თითქოს იმდენად საშიშია, რომ აი შეჭამნახშირ წყალს გამოიყოფა ინსულინი, ეს რა მომხდარა თურმე გამოიყოფა. ბიოლოგიური პროცესია, ეს ნორმალურია, ესეც უნდა იყოს. კი, არა და ინსულინი. ცუდია ესე რო არ იყოს. ზუსტად. ინსულინი რო არ გამოიყოფა მე დიაბეტი. წარმოიდგინე რა დაგვემართებოდა და არა და ინსულინი არის მშენებელი ჰორმონი. არა და ზოგჯერ საჭიროა პირიქით სტიმულაცია მივცეთ ინსულინის გამოყოფას განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგაც, როდესაც გვინდა კი ცილისა და ნახშირწყლის მიღება იმისათვის, რომ კუნთი აღვადგინოთ და შევავსოთ. და აი ახლა რაზე ვახსენე ინსულინი, ანუ არასწორად რო გონიათ, იგივე შეიძლება იფიქრონ გრელინზეც. არა და გრელინი ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, რაც ძალიან აუცილებელია კუნთური მასის დაცვისთვის. ეხლა როცა ადამიანს შია, წარმოიდგინე რა წამსაც მოშივდა, თქვა 12 საათზე და ამ დროს ორგანიზმმა რო დაიწყოს კუნთის დაშლა, რა საშინელება იქნებოდა. ესეც მოხდება. თუ არ მიიღებს საკმარის ნუტრიენტს, ცილოვან საკვებს თუ არ მიიღებს, რა თქმა უნდა, რომ ესეც მოხდება. კი, აი ხანგრძლივად რო გაგრძელდეს, კი, ზუსტად მაგას აკეთებს, მაგრამ ორგანიზმს აქვს თავდაცვითი მექანიზმებიც. აი ეს გრელინი რო სწორედ ზრდის ჰორმონს ასტიმულირებს, ეს არის ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი, იმ გაგებით, რომ ის იცავს კუნთს. და მე ვამბობდი, რომ აი სწორედ აი ამ ჰორმონისთვის უნდა მიმექცია დიდი ყურადღება და ერთადერთი მაკრონუტრიენტი, რომელიც სად შეუძლია იდეალურად აკონტროლოს ჰორმონი გრელინი, ანუ მისცეს სწორი მიმართულება, არის ცილა. ცილა ამას აკეთებს იდეალურად. ნახშირწყალი ძალიან სუსტად აკეთებს, იმიტომ რომ დანაყრების შეგრძნება არის ხანმოკლე, მაგრამ ცილიდან მიღებული დანაყრების შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს 4-5 საათი. ამიტომ აი მაყურებელმაც რომ მოისმინოს, ვიტყვი ასეთ კოეფიციენტურ გათვლას, რომ ძალიან კარგი იქნება თუ თითოეულ კვებაზე ადამიანი მიიღებს 35 გრამს ან 40 გრამ ცილას. ეს ზუსტად ის რაოდენობა არის, რომელიც საჭიროა ანაბოლური სიგნალის დაცვისთვის და კუნთის გაძლიერებისთვის და ასევე შიმშილის კონტროლისთვის. ნამდვილად ესეა და აქ მნიშვნელოვანია ისიც დავამატოთ, რომ ამ 35-40 გრამის მიღება, ცილის მიღება საჭიროა ყოველ დაახლოებით 3-5 საათში ერთხელ. იმიტომ რომ ცილა, როდესაც მოხდება ორგანიზმში და ამინომჟავური პროფილი აიწევს, რაღაც ეტაპზე შეიძლება რეფრაქტორობა განვითარდეს ამ ამინომჟავებისადმი. ანუ პიკი მოხდება და შემდეგ ნელ-ნელა შემცირდება მგრძნობელობა. და ისევ ახალი იმპულსი უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს იმისთვის, რომ კვლავ გააგრძელოს ეს კუნთოვანი მასის სინთეზი ან თუნდაც შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანაბოლური პასუხი ის რაც შენ ახსენე. და აქ გავმარტოთ რა არის ეს 35-40 გრამი ცილა, ეს ჩვენ გულისხმობთ ცილა ნუტრიენტს და არა თავად თქვათ ცილის რაოდენობას, იგივე ხორცის რაოდენობას კი არ გულისხმობთ ამ 35 გრამში.
არამედ გულისხმობთ ნუტრიენტს და ეს არის საშუალოდ 200 გრამი, თქვათ, ქათმის ხორცი, ან ნებისმიერი სხვა ხორცი საშუალოდ რო ავიღოთ. რაც დავუშვათ ერთ პორციაზე შეიძლება ადამიანმა მიირთვას, ან 150 გრამი და რაღაც ბოჭკოვანი საკვები მიუწყოს. ანუ ეს არის იდეალური სიგნალი იმისთვის, რომ ორგანიზმი დანაყრდეს და გრელინი ყვავდეს კონტროლის ზონაში. ნახეთ, კონტროლის ზონაში იმას გულისხმობ, რომ ის დაწყნარდება 4-5 საათი და მერე დაიწყება ისევ სუსტი სიგნალის, შიმშილის სიგნალის მოცემა ორგანიზმისთვის და ეს ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფიზიოლოგიურად კვლავ უნდა მიიღოს ადამიანმა საკვები, ანუ არ უნდა უკუაგდოს ეს შიმშილი, უბრალოდ დაბალანსებულად უნდა მიიღოს. გეთანხმები და ეს არის გაცნობიერებული კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი. ჭამე როცა გშია. რეალურად მართლა უნდა მივირთვათ მაშინ, როდესაც გშია, როდესაც ჩვენი შიმშილის გრძნობა იმატებს. რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ახლა გამონაკლისი, მაგალითად ემოციური კვების მიმართებაში, რომელსაც მე ცალკე განვიხილავთ, როდესაც შიმშილის გრძნობა ფიზიოლოგიური აღარაა და შიმშილის გრძნობა უკვე ემოციურია. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ ჭამოთ როცა გშია. პირობითად დილით რო ვდგებით, მივდივართ სამსახურში, ვართ სტრესში, სტრესული გარემოა ჩვენ გარშემო და გშივდება, არ უნდა მოვითმინოთ საღამომდე. საღამოს ეს ყველაფერი გამოიწვევს ჰიპერმაგიას, ანუ უფრო ჭარბი რაოდენობით საკვებს მივიღებთ ჩვენ, ვიდრე საჭირო იყო, რომ დღის მანძილზე მიგვეღო და ყველაზე ცუდი რაც არის, არასწორ არჩევანს გავაკეთებთ. აი, რამდენი ადამიანი იცი, შენ და მოუმართავს შენთვის, ვისაც უთქვამს, რომ საღამოს მერე სახლში რომ მიდის, თუ მთელი დღე შიმშილობს, ჭამს მაღალ ნახშირწყლოვან, შაქრებით გაჯერებულ, ცხიმით მდიდარ საკვებს და მარილიან საკვებს, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმს ეს უნდება. იმიტომ რომ ამას აღიქვამს როგორც ჩვენი ლიმბური სისტემა რეალურად ასეთ საკვებს, როგორც ნარკოტიკს ისე აღიქვამს. მით უმეტეს, როდესაც ლეპტინის დონე ეცემა. ამის საპრევენციოდ საჭირო, რომ როდესაც მოგშვიდება, როდესაც ფიზიოლოგიურად დადგება ჩვენი შიმშილის გრძნობა, მცირე რაოდენობით საკვები მაინც მივიღოთ. შენ შემთხვევაში ძალიან ბევრ შეხვედრაზე დადიხარ, როგორც ვიცი. როგორ ახერხებ იმას, რომ დილით, როდესაც იზაუსმებ და შემდეგ მოგიწევს, რომ 9 საათიან შეხვედრებზე იჯდე, მიიღოს საკმარისი რაოდენობით საკვები, ისე რომ საღამოს არ მოგშვიდეს ძალიან და ცილის ოპტიმალურ დონეზე შეინარჩუნო მთელი დღის მანძილზე. ძალიან კარგი კითხვა არის, ანაი, როგორ ვახერხებ ამას მე ესეთ გადატვირთულ გრაფიკში. ნახე, რა ვთქვი, თავდაპირველი ჩემი მიზანი რა იყო? სწორი მენეჯმენტი, არა მოკლევადიანი მიზანი, არამედ გრძელვადიანი მიზანი. და რას აკეთებს ადამიანი გრძელვადიანად? მას ჭირდება სწორი გეგმა, ზოგჯერ ნახე გამოსავალი, აი სწრაფ სიტუაციაში სწრაფი გამოსავალი. პირადად მე მაგალითად უკვე ვიყენებ კონკრეტულ პროტეინს, მე პირადად ვიყენებ შატის იზოლატს და რატომ? იმიტომ რომ შატის იზოლატი არის სწრაფი, იდეალურად ახერხებს კუნთური მასის მხარდაჭერას, მაძლევს 21 გრამიდან 23 გრამ ცილას და შემიძლია მივიღოს სითხის სახით. ასევე მაშინაც კი, როცა ვთქვათ, ვატარებ ლექციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ზოგჯერ მართლა შევა შეხვედრაზე ხარ 3, 4, 5 საათი და ამ დროს საჭიროა ორგანიზმის მხარდაჭერა. რაღაცით უნდა დაუჭირო მხარი, არ შეიძლება დიდხანს შიმშილი, მით უმეტეს, როდესაც ვარ კალორიულ დეფიციტში უკვე წელიწადზე მეტი. ამიტომ არის რაღაც გამოსავლები, ჩვენ ამასაც ვასწავლით კლიენტს, თქვათ, ვინც ასეთ რეჟიმშია, რომ როგორ დაგეგმოს პროტეინის მიღება, ვთქვათ, არსებობს იგივე პროტეინ ბარები, იოგურტები, რომელშიც უფრო მეტი პროტეინია, ანუ ნახე ფორმულა არის იდეალური. ცილა უფრო მეტია და ნახშირწყალი ცოტა ნაკლები, ანუ უფრო მეტად გააძლებინებს ის დიდხანს, ანუ გამოსავალი არსებობს, შეიძლება ადამიანმა დაგეგმოს სახლიდან წაიღოს რაღაც კვება და ეს ყველაფერი უნდა ერთად განვიხილოთ ადამიანთან. ანუ როგორია მისი სამსახური, როგორია მისი რეჟიმი, ზოგადად ძილის რეჟიმი როგორია, დილას როგორ იწყებს და ჩვენ შეგვიძლია მას მოუძებნოთ მისთვის მორგებული კვების სტილი. გეთანხმები, ყველაფერი არის ინდივიდუალური და ჩვენი მიზანი არის, რომ ინდივიდუალურად მივუდგეთ ადამიანებს და რაღაც კონკრეტული შაბლონური კვებები მას არ მივცეთ, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ დაიცვას. საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამიზიარე ახლა, რომ შენთვის მნიშვნელოვანია ცილოვანი კომპონენტის წამოწევა წინ. მაგრამ მახსოვს კვლავ შენი სიტყვები, რომ როდესაც გამოუვალი სიტუაცია, გამოსავალს ბოჭკოშიც ვიპოვით. აბა რო განავრცო
ეს მოსაზრება და რეალურად რაში შეიძლება რომ ბოჭკოც დაგეხმაროს დანაყრების გზნობაში და შიმშილის შემცირებაში რეალურად ის რომ ბოჭკო არის ისეთი ნუტრიენტი რომელიც უფრო ხანგრძლივად გამყოფებს დანაყრების მდგომარეობაში თუნდაც კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების გამო და ასე შემდეგ და როგორ იყენებს ამ ყველაფერს შენ პრაქტიკაში. ხო, აი ხა ჩვენ უკვე my plate-ზე გადავედით, ხო? როგორ ავაწყოთ თებში იდეალურად, რომ გამოვიდეს იდეალური. ნახეთ, აი ბოჭკო განსაკუთრებით ხსნადი ბოჭკო ზუსტად არის ერთ-ერთი კიდევ ძლიერი და მძლავრი იარაღი ჩვენს ხელში. მე მიყვარს ამის გამოთქვა, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. გრელინის მართვას მართლა არაფერი არ უნდა. ეხლა უკვე მარტივად მეჩვენება ამ გადასახედიდან, იმიტომ რომ დაბალანსებული გაქვს ცილისა და ბოჭკოს რაოდენობის მიღება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მეგობრებო, ჩვენ რომ ამბობთ რომ ბოჭკოს საკმარისი რაოდენობით ვიღებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღცხიმებს არ ვიღებთ და საკმარისი რაოდენობით ნახშირწყალს არ ვიღებთ. ნახშირწყალი ეს არის ჩვენი ენერგია, რომელიც საჭიროა რომ მივიღოთ. ნახშირწყლის ჩვენ არ გვეშინია, მას აქვს თავისი წილი. ჯანსაღი ცხიმი არის ჰორმონალური ჯანმრთელობა. ისიც უმნიშვნელოვანესია. თუმცა ახლა უფრო მეტად ცილასა და ბოჭკოზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ მისი მიღება უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე ადამიანების მიერ. და როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები, პირველი რასაც ვაკეთებთ, 72 საათიან კვების აღწერას ვთხოვთ ხოლმე, რომ ზუსტად ჩაიწერონ რა მიიღეს, რა გარემოში მიიღეს და როდის მიიღეს. იმისთვის რომ შემდეგ ჩავამატოთ. და ყველაზე ხშირი დეფიციტები გვაქვს ხოლმე ზუსტად ცილასა და ბოჭკოში. კი, აი ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა. ეს ძალიან კარგი სისტემა გვაქვს, როდესაც ადამიანს ვთხოვთ, რომ აღწეროს თავისი კვება და გამოგვიგზავნოს 72 საათიანი კვება. ეს არის იდეალური სისტემა და რას ვხედავთ? ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. ადამიანი დამოკიდებული არის მხოლოდ და მხოლოდ ნახშირწყლოვან ენერგიაზე. მე გლუკოზა დამოკიდებულ ადამიანებს ვეძახიან, ნახეთ, სწრაფად მიიღოს ეს ენერგია, ეს უნდათ. სინამდვილეში ეს არ არის მათი ბრალი, ეს არის ჩვენი სოციალური გარემოს ბრალი. ნახშირწყალი ზოგადად იული ხელმისაწვდომია. ყველგან ნახშირწყლებია. პურში, ხილში, ბურღულეულში იული ხელმისაწვდომია, მაგრამ უჭირთ დაგეგმონ ცილის მიღება. ყველა ადამიანს აქვს ერთი და იგივე პრობლემა, რომ განაკვების პრობლემა, იმიტომ რომ ზოგჯერ ჭაბწონიანი ადამიანი ამბობს, რომ ბევრს არ ჭამს და ეს მე მინდა რომ დავიჯერო და მართლაც ასე არის, იმიტომ რომ წვალობენ, მართლა არ ჭამენ, ანუ ვიზუალურად გულისხმობ. მაგრამ ნუტრიენტულად მჭიდროა ის საკვები. კი, ანუ ვიზუალურად ბევრი არ არის. ასე ფიქრობენ ისინიც, მაგრამ სამაგიეროდ იმ საკვებს აკლია საშენი მასალა და თუ საშენი მასალა არ აქვს ორგანიზმს, აი იგივე ცილა ბოჭკო, რაც ვთქვით, თუ ეს საშენი მასალა არ მივაწოდეთ ორგანიზმს, ორგანიზმი განიცდის, რა ვიცი, ენერგიის სათანადო ენერგიის ნაკლებობას და მისი ნივთიერებათა ცვლა უკვე არასწორად მიმდინარეობს. ამიტომ ნომერ პირველი ეს უნდა ალაგდეს, ის კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა რა ამოვაკლო ჩემს კვებას, არამედ რა დავიმატო, რითი შევცვალო, რა არის უკეთესი და ეს არის კარგი ნაბიჯი, ამით ვიწყებთ ასე რომ ვთქვათ. ნამდვილად ესეა და რას ვხედავთ, როდესაც ესე ვიწყებთ რეალურად, ხო? შეიძლება დავამატოთ ცილა, შეიძლება დავამატოთ ბოჭკო და ავტომატურად შემცირდეს მიღებული ნახშირწყლების ოღონდ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ შაქრების რაოდენობა, მარტივი სახით რასაც იღებს ხოლმე ჭარბი რაოდენობით, ხო? მიღებული ცხიმის რაოდენობა და წონის კლება დგება. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, როდესაც დასაწყის ეტაპზე შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო კალორიების დათვლა. რამდენად მეთანხმები ამაზე? კი, აუცილებლად. აი, წარმოიდგინე, კლიენტი მეუბნება, როდესაც ვესაუბრებოდი, ხა ერთ ისტორიას მუყვები, შიშით მეუბნება, რომ აი კონკრეტულ საკვებზე მითხრა, რომ ეს არ ამიგრძალო. აი ვერ დავძლევ, მე არ შემიძლია რომ არ მივიღო ეს საკვები და ნომერ პირველი შიში არის, რომ რაღაცა უნდა აეკრძალოს. ალბათ ფიქრობს, რომ ნუტრიციოლოგთან რომ მივა რაღაცა უნდა აეკრძალოს. აი ეს მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენი მიზანი არის რაღაცნაირად კვება გავხატოთ ჰარმონიული აკრძალვების გარეშე. ამის მიღწევა ნამდვილად არის შესაძლებელი. და ეხლა კლიენტზე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ეხლა რა დროს აკრძალვებით დაწყება არის. ჩვენ ჯერ ვიწყებთ მშენებლობით.
და მშენებლობა იწყება ცილა ბოჭკოთი სწორედ. და პირველი ნაბიჯი იყო, პირველი დავალება იყო, რომ დღეში ერთხელ მაინც მიეღო ის იდეალური თეფში, რომელიც შედგებოდა 35 ან 40 გრამი ცილისგან, გვერდზე მოწყობილი პოსტრეულით. ეს არ არის რთული დავალება. ნახეთ, ეს არ გულისხმობს რაღაცა ძალიან დიდ მომზადებას. თან აღმოჩნდა, რომ ადამიანებს უყვართ იცით ცილოვანი საკვები. რატომღაც ვერ ახერხებენ ამის მიღებას, თორე სიყვარული აქვთ. კი, რეალურად ეგრეა. ალბათ ეგ ყველაფერი გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ადრე თუნდაც ის დიეტები, აი რაც შენ გქონდა დაწერილი, რაც შენთვის დაწერეს, ხო? ცილოვან საკვებს მთლიანად გამორიცხავდა. კვერცხი არ უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ კვერცხის გულში ცხიმია. ხო, ანუ ხო არის ესე, იქ ამოღებული იყო თევზის კომპონენტი, რომელიც იდეალური წყაროა ცილის, ჯანსაღი ცხიმის, ომეგა-3-ის და რეალურად ძალიან ბევრ ფუნქციაში იღებს ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობას, შესაბამისად ხო ასეა. ანუ იმდანად მოკლებული იყო ცილოვან კომპონენტს, რომ ადამიანს გაუჩნდა ესეთი რაღაც, რომ თუ უნდა რომ წონაში დაიკლოს, უნდა დაიკლოს მხოლოდ და მხოლოდ წიწიბურით, კიდე დამეხმარერეები იყო. საზამთროს დიეტით. საზამთროს დიეტით, კი, ნამდვილად, ანუ ისეთი რაღაცებით, რაცაც ცილოვანი კომპონენტი ნაკლებად აქვს. სხვათა შორის დაამთავრე შენ მომხმარებელზე საუბარი თუ შემიძლია რომ ჩავერთო. აი, ერთ კომენტარს გავაკეთებ მე როგორ მიმდინარეობდა პროცესი. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა რო დაიწყო ამ პროცესით, იცი რა არის, მე ჩემი თვალით ხედავდი სასწაულს. და სასწაული შედეგი კი არ იყო, შედეგი რა თქმა უნდა არის სასწაული. ეხლა მე რა იყო ჩემთვის საინტერესო? ჩემთვის საინტერესო იყო ადამიანის გარდაქმნა. მისი როგორ გარდაქმენი? ნახე, მისი კვებითი ჩვევების გარდაქმნა, მისი ემოციების გარდაქმნა. უკვე თითქოს აზროვნებაც ეცვლება ადამიანს. ნახე, ნელ-ნელა ამ ადამიანს სიყვარული უჩნდება ჯანსაღი საკვების მიმართ და მისთვის ბედნიერება იმ ჯანსაღი თეფში საწყობა. მეუბნებოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის მიირთმევდა იმ თავის ჯანსაღ საკვებს და აბსოლუტურად იცავდა იმ კონკრეტულ განრიგს, უკვე მისთვის აღარ იყო რთული ამ განრიგის შესრულება და ემოციურად გარდაიქმნა აი ამ პროცესის ხილვა, თვალსა და ხელშუა ადამიანი, რომელიც გეგმავს ჯანსაღ საკვებს, უყვარდება ის ცილოვანი საკვები, უყვარდება ის ბოჭკოვანი საკვები და ამავე დროს ნახე მთელი ხელოვნება რაშია. უარს არ ამბობს თავის საყვარელ სატყვებზე. აი ეს არის დიდი ხელოვნება, რომ ჩვენ სწორად მივცეთ მიმართულება, რომ რა დოზით, როდის, როგორ, რომელ სოციალურ გარემოში შეუძლია მიირთვას თავის საყვარელი საკვები და არის იყოს თავისუფალი და ლაღი. ბედნიერი. კი, გეთანხმები. სწორედ ეს არის 80-20-ის პრინციპი და მეთანხმები, როდესაც ჩვენ კვებაში 80% ეს არის ჯანსაღი საკვებისგან შემდგარი და 20% არის ის, რაც ძალიან გვიყვარს. და ჩვენ ამ ყველაფერს ვაინტეგრირებთ ხოლმე ჩვენ პროცესში. იმიტომ რომ თუნდაც როდესაც ადამიანი გადის მეგობრებთან ერთად, კვება მაინც კულტურის ნაწილია, ხო ასეა. სადმე გავდივართ და მეგობრებთან ერთად უნდა დავლიოთ, ან უნდა ვიყვებოთ და იქ რთულია რომ თქვა უარი რამეზე. მაგალითად, როდესაც იცი რომ ძალიან გიყვარს პიცა, ძალიან გიყვარს ბურგერი, ამაზე უარს ხო ვერ იტყვი. რეალურად ეს შეიძლება რომ ჩაინტეგრირო. ესე თუ არ მოვიქცევით, მივალთ მეორე უკიდურები სობამდე. ხო. კი. კი. რომ ადამიანი დაარღვევს, მე ძალიან ბევრ შეჭამს, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ან არაფრის პრინციპი მოქმედებს მასში. ვერ დაიცვა კვება. ეხლა შეუძლია ყველაფერი ჭამოს, დღეს ყველაფერს შეჭამს და ხვალ ისევ კვებას დაიცავს. და ეს მეორდება ციკლურად, მაგრამ ხვალაც თუ დაარღვია, კიდე ბევრ შეჭამს. უკვე პროფიციტია. ზეგ თუ დაარღვია, კიდე ბევრ შეჭამს და ესე ცდილობს დაიწყოს თავიდან კვება, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დღეს რაღაც თავისი საყვარელი საკვები მიიღო. ეს ყველაფერი თან დანაშაულს აღვიძებს მასში, საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც უნებისყოფოს, როგორ ვერ შეძლო რომ გამკლობოდა ამ ყველაფერს. არდა ეს ყველაფერი არის ნორმალური უბრალოდ. აი ახლა რაც შენ თქვი, იგივე რომ მე ემოციურად იჭრება ადამიანი. ერთხელ ესე იგი მეგობრები მოდიან და მეუნებიან რომ იცი ანაო, შენმა კლიენტმა ნამცხვარი შეჭამაო და ერთი ნაჭერი კი არაო, მე მგონი მეორეც შეჭამაო და ამბავ ენა მომიტანეს, გაიგე ვითომ, აი საყვარლად. ხო და იცი რა არის, მე ძალიან გამეხარდა. იმ მომენტში, აი ხა მიმართავ იმედი ამისმეს, რომ მე ვიყავი ძალიან ამაყი იმისათვის, რომ ის ნამცხვარი მიირთვი. და რატომ? ის კლიენტი იყო კარგად მომზადებული. იცოდა, რომ
არ ჭამა უფრო დანაშაული იყო იმ კონკრეტულ სოციალურ გარემოში, ვიდრე ჭამა. ნახე, ეს მირთმევა ნამცხვრის, ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი. იმიტომ რომ ეს ჩვენ გვჭირდება, მე ცუდი არ არის, რატომ არის ცუდი, იგივე თქვათ რაღაცა კონკრეტულად როდესაც გეგმავთ და ვღებულობთ ნახშირწყლოვან ენერგიას, იგივე დოფამინს ვღებულობთ, სიამოვნებას ვღებულობთ, გარდა მისა ეს უზრუნველყოფს კარგად ჩაძინებასაც, ხო, როდესაც კორტიზოლის დაბლა დაწევას, ეს ყველაფერი კლიენტმა იცოდა, ეს ცუდი არ არის. ასევე იმ სოციალური გარემოდან თუ შენ ბედნიერი მოდიხარ, ხარჯავ კიდე უფრო მეტ ენერგიას შეიძლება გაისერნო კიდევაც, ხო, იმიტომ რომ უკვე კმაყოფილი ხარ. იცეკო. ხო, იცეკო, ნამცხვარი შეჭამე, უარი არ თქვი შენ სასიამოვნო ურთიერთობებზე. შეიძლება ისე დახარჯო იმ ნამცხრიდან მიღებული ენერგია, რომ ეს ვერც კი იგრძნო და კმაყოფილი დაიძინო ღამე. ნამდვილად ესეა და რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანისთვის უხეშად რო ვთქვათ, ნება მიგვიცია რომ მიირთვას მისთვის საყვარელი საკვები და მეორე დღეს წონის კლება იყო კლავსასწორზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ის, რომ ყოველდღურად წონის კლება არ ხდება. ეს არის ტეხილი ხაზები. ხან წონის მატება, ხან წონის კლება, ყოველდღურად თუ ვიწონებით მით უმეტეს, იმიტომ რომ ჰორმონალური ბალანსი, წყლის შეკავება, ასე შემდეგ, მაგრამ აქ ყურადღებას ვამახვილებთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ნამცხვარი მიიღო, რეალურად გლიკოგენის მარაგი შეივსო, სადაც გლიკოგენთან ერთად წყლის შეკავებაც ხდება. მეორე დღეს ადამიანი უფრო დაბალი წონით ყოფილა, რაც კიდე უფრო დიდი мотиваცია ყოფილა მისთვის და კიდე უფრო მეტად დარწმუნებულა იმაში, რომ რა პროცესსაც მისდევს, რეალურად ყველაზე ჭეშმარიტია. კი. სხვათა შორის მე ხშირად გქონია ეგ შემთხვევა. საკუთარ თავზე? კი, საკუთარ თავზე. აი როგორ ლეპტინის თერაპიას ვეძახი ამას. აი როდესაც ხედავ რომ სტრესის ჰორმონი კორტიზოლი იმატებს და მე ხა ჩემი კვების წესი ისედაც დაბალ ნახშირწყლოვან ვანით იყო, მე ასე დავგეგმე, ჩემს ორგანიზმს ასე მოერგო. ეს შენ მოგწონს რეალურად და არ იმიტომ საჭიროა ყველასთვის, ხო ასეა? კი, ამიტომ ამბობ, მე ასე დავგეგმე, ჩემს ორგანიზმს ასე მოვარგე. აი ნახე, ყველა ინდივიდუალურად არგებს თავის ორგანიზმს, ვისთვის რა არის საჭირო. თუმცა დროთა განმავლობაში საჭიროა ამის ციკლირება. ანუ ცხიმისა და ნახშირწყლის ციკლირება, შეიძლება ნახშირწყალი აწიო, მაგრამ ცხიმი ოდნავ დაბლა დაწიო. ეს ციკლირება პირიქით ძალიან საინტერესო და კარგიც არის ორგანიზმისთვის. როდესაც ხედავ რომ ციკლირება საჭიროა და კორტიზოლის დონე შეიძლება მაღლა არის აწეული, ამისათვის მივმართავ ნახშირწყლოვან თერაპიას. ჩემთვის ეს არის ნაყინი მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ნაყინი. ყოველთვის მიყვარდა. მეც მე ერთად ვჭამოთ. დადასრულდება პოდკასტი. საინტერესო რა არის, იცი? ამ ნაყინს მივირთმევ კლიენტებთან ერთად. ეხლა ეს ერთ-ერთი ჩემი კლიენტი მეგობარი არის და ერთხელ ასე დამინახა, რომ მივდივარ ნაყინის საჭმელად და თვითონაც წამომყარა და მას არ ჭირდებოდა ეხლა ეს ნახშირწყლოვანი თერაპია და შენ რატო ჭამდა, რადგან შენ გჭირდებაო ასე მითხრა, რაღაცა იქო შენო ფორმულა გაქვს მოძებნილიო, რაღაც საინტერესო და მეც გამომადგებაო. მართალიც იყო, იმასაც მშვენივრად ადგებოდა და ისე გემრიელად მივირთმევდით მე იმ ნაყინს და ესეც იცი რა საინტერესო არის. მე ზოგადად სხვათა შორის ესეთ რაღაცას ვაკეთებ. რაღაცა ფსიქოლოგიურად პროექციაც ქვია ამას, აი ვირეკლავ თუ ისინი ირეკლავენ ჩემი კლიენტების კვების წესს. ანუ თუ ისინი არიან თქვათ იმ კვირაში თევზის დღეზე, მეც ძალიან მინდა რომ მხარი ავუბა. რაღაცნაირად მსგავს კვებაზე ვართ, იმიტომ რომ მე ხა მჭირდება კალორიული დეფიციტი და ან ჩემს შემთხვევაში ეს კარგად ეთავსება და ინტეგრირდება და კარგად გამოდის. მაგრამ რაღაცნაირად ეს სახალისოც არის. რეალურად ეს თანაგრძნობაც არის, რომ ამ პროცესში ხართ ერთად. ანუ ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის მარტო არ არის, როდესაც დაიწყებს წონის კლების, ან თუნდაც წონის შენარჩუნების გზას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად გახვიდე, მასთან ერთად მიირთვა, მასთან ერთად გაისეირნო, ამ გზაზე გაყვე. ანუ მასთან ერთად უნდა იარო და არა ის რომ მარტო წავიდეს ის და შენ უბრალოდ ისევ კლავ იჯდე და ხო. ანუ მეგზურები უნდა ვიყოთ. კი, ზუსტად მეგზური უნდა იყო ამ გზაზე. მეგობრებით, რაღაცნაირად იცი ადამიანს ჭირდება მხარდაჭერა. აი, ნომერ პირველი ალბათ წარმატება იქიდან იწყება იმის აღიარებით, რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები.
და ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ეხლა მე მესმის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაღაცა ინფორმაცია, იციან იგივე მაკრონუტრიენტებზე, ცილაზე, ცხიმზე, ნახშირწყალზე, ნახე თითქოს იღოვა მათი ავტონომიის უფლება თუ რაღაცა როდესაც უწყებს სწავლებას. ანუ ჩვენი მიზანი არ არის რომ ვიღაცას ჭკუა დავარიგოთ და ვასწავლოთ, ხო? აი ეს მინდა ვთქვა. და არ ვამბობთ იმას, რომ აი იმ ადამიანს, ვისაც ჭარბი წონა აქვს, საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა არის ცილა და რა არის ნახშირწყალი. აი ამას არ ვამბობთ. ჩვენი მიზანი არის რომ ამ ადამიანს ხარი დავუჭიროთ, რომ მის ეს გზა იყოს მისთვის სახალისო. ამიტომ მიყვარს მე ჩემს ნუტრიციოლოგიას დავარქვი სახალისო ნუტრიციოლოგია. ეს უნდა იყოს ბედნიერების გზა, სასიამოვნო მოგზაურობა უნდა იყოს და გარდა ამისა, ახლა იცით ნუტრიციოლოგია მარტო ცილა-ცხიმი ნახშირწყალი არ არის, ეს არის ჰორმონების მენეჯმენტის სწორი, აქ ძალიან ბევრი ცოდნა არის საჭირო, რომ ეს არის ასევე ფსიქოლოგიის ცოდნა არის საჭირო. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. რადგან ამ თემაზე გადავედით, მოდი შევხვდეთ თემას, ეს არის ფიზიოლოგიური შიმშილი და ემოციური შიმშილი. დასაწყისში სადღაც ვახსენე ემოციური შიმშილის შესახებ. როგორც ვთქვით, ფიზიოლოგიურია შიმშილი, როდესაც ადამიანს შივდება, გრელინის დონე იმატებს და უნდა მიიღოს მისთვის განკუთვნილი ნუტრიენტულად დაბალანსებული საკვები. მაგრამ და ეს იყო ის პრინციპი ჭამე როცა გშია. მაგრამ გვაქვს მეორე, ემოციური შიმშილი, როდესაც ჭამე როცა გშია, ეს პრინციპი უკვე სამწუხაროდ აღარ ამართლებს. ემოციურ შიმშილს როგორ ვაკონტროლებთ? რამდენად ხშირად გქონია მსგავსი შემთხვევა, იმიტომ რომ მე პირადად ჩემ თავზე გამომიცდია ემოციური შიმშილი. მაგალითად, როდესაც გამოცდების პერიოდია, ყოველთვის ეძებ მაღალ ნახშირწყლოვან შაქრით მდიდარ საკვებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდო გონებას და ასევე თითქოს ის შენ ბედნიერებას განიჭებს. სხვათა შორის იცი რას ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოდის ბავშვობის ასაკიდან. პირობითად ბავშვი ტირის და მშობელი აძლევს ტკბილს, რომ გაჩერდეს. ეს ყველაფერი თითქოს ილექება და შეიძლება იყოს ემოციური კვების ერთ-ერთი საწყისი. რას ფიქრობ ამაზე? ემოციური კვება ყველას აქვს. ეხლა წარმოიდგინე ვიღაცამ რო თქვას, რომ აი მე არ მაქვს ემოციური კვება. არ იქნება სიმართლე, იმიტომ რაღაცა კუთხით ადამიანი ეძებს სიამოვნებას საკვებში. და ეს არის ნორმა. ანუ ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ რისი თქვა მინდა, შეგვეძლია ესეთი პერიოდი გამოვიყენოთ ბენეფიტურად. ანუ ჩავიჭიროთ, რომ გვაქვს ესეთი პერიოდი და რაღაც სასარგებლო მივცეთ ორგანიზმს. აი ხო მე მაგალითად ადამიანს ვეთქვი, რომ ჩამომიწერე შენი საყვარელი 20 პროდუქტის სია. აი ისეთი საყვარელი პროდუქტების სია, რომელიც არის მუდმივად შენი, აი შენი ნაწილი. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ამ საყვარელ პროდუქტებში ძალიან სასარგებლოც მოექცეს. და როდესაც ადამიანს ეწყება ეს ემოციური კვების მოთხოვნილება, არ არის აუცილებელი იმ დღეს დარჩეს დეფიციტში. თქვათ, ვისაც უნდა წონის კლება აქვს მიზნად. ეს დეფიციტში დარჩენა ყოველდღე ნამდვილად არ არის აუცილებელი. შეიძლება დარჩე ბალანსში ან ცოტა პროფიციტში. თავარია ეს კონკრეტული დღეები გადალახო, ესეც შენი სისტემის ნაწილი გახადო და შემდეგ გააგრძელო. თუმცა თუ შენ ამ ემოციური კვების დროს რამე სასარგებლოსაც მიიღებ, მაგალითად იგივე შეიძლება იოგურტი გიყვარს რამე სასარგებლო, რომელშიც ასევე ცილა არის, ხო? რაღაცას ესე დააკომბინირებ, ამას საუბარი უნდა, შედგენა უნდა. აღმოაჩენ, რომ ისე გადალახავ ამ ემოციურ კვებას, რომ კი არ დაანგრიე შენი შენობა ორგანიზმი, არამედ პირიქით ააშენე. შეიძლება აღმოაჩინო, რომ აი მკვების თერმული ეფექტის გამო, რასაც ცილას აქვს და ჩვენ აგერ გაიდლანშიც გვიწერია, რომ ეს არის 10%-იანი ეფექტი, ანუ თითქოს ესე ღებულობ კონკრეტულ კალორიას, მაგრამ ორგანიზმი აღიქვამს, რომ უფრო ნაკლებს ღებულობ, თან წვავ. აღმოაჩენ, რომ უფრო ბენეფიტურ მდგომარეობაშიც არის ადამიანი. კი, ნამდვილად ესეა. ეს ერთი ვარიანტი და ასევე შეგვიძლია, რომ ვურჩიოთ სხვა აქტივობით ჩაანაცვლოს. შეიძლება კვება ჩვენთვის სიამოვნება იყოს, მაგრამ სხვა რაღაცაც ხო არის, რაც ასევე გვანიჭებს სიამოვნებას. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყოველთვის ესე მოხდება. მაგრამ შეგვიძლია ვასწავლოთ ესეთი რაღაც. მაგალითად, როდესაც ადამიანმა უკვე მიირთვა მისთვის
განსაკუთრებული საკვები, აქვს რაღაც სტრესი, როგორც ვთქვით, ემოციურ კვებასთან გვინდა არ გვინდა ასოცირდება, რადგან საკვები და განსაკუთრებით მაღალნახშირწყლოვანი საკვები ენდორფინების გამოყოფას და დოპამინის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს ფიზიოლოგიურია და ეს ნორმალურია, ხო ასეა. შეგვიძლია უთხრათ, რომ თუ პირობითად ჩვენ გინდა ნამცხვარი მიირთვა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, პრობლემა ნამცხვართან არ გვაქვს და მის მიღებასთან არ გვაქვს. პრობლემა გვაქვს ხშირ ემოციურ კვებასთან, ხო? წარმოიდგინე ნამცხვრის ადგილას რომ იყოს მაგალითად ვაშლი. რამდენად მოგინდებოდა და ესე შეგვიძლია რომ ადამიანმა გაყოს ემოციური კვება და გაყოს ფიზიოლოგიური კვება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ იმ დღეს არ დავრთავთ ამ ადამიანს, იმის ნებას რომ ნამცხვარი მიიღოს, დავრთავთ და ვასწავლით კიდეც, თუ როგორ უნდა მიიღოს ეს ნამცხვარი ისე, რომ დარჩეს ან კალორიულ დეფიციტში, ან ნორმაში, ან ოდნავ პროფიციტიც ჰქონდეს. ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილვის საგანი, მაგალითად, ასეთ შემთხვევაში. კი, ძალიან კარგი იდეა არის. აი, იდეები წამოვიდა, ნახე და ბევრნაირად შეიძლება ამ ყველაფერს მიუდგეთ. მე მახსოვს ერთხელ კლიენტი მეუბნებოდა, რომ რაღაცა უნდა და საღამოს მიერთვა, აი, ცოტა ისეთი, რაც თქვათ, შეიძლება და არ ჩდებოდა იქ ბალანსში. მაშინ რომ ვისაუბრეთ, განვიხილეთ, რომ არასოდეს არ მithქვამს, რომ არ მიირთვა პირიქით. შეიძლება ის საღამოს ნახშირწყლოვანი კვება არის პრეკურსორი იმ ტრიპტოფანისთვის, სეროტონინისთვის, რომელიც აუცილებელია, რომ სეროტონინისთვის ღამე ძილი რომ გამართული იყოს. კი, რომელიც უნდა ჩვენ გვეხმარება და აუცილებელია, რომ კარგად დავიძინოთ. უბრალოდ თქვით ასეთი რაღაც, რომ მოდი გამოვიყენოთ 20 წუთიანი პრინციპი. გენიალურია. და რა არის ეს 20 წუთიანი პრინციპი? გავამზადოთ ეს ჩვენი საკვები, რაც გვინდა რომ მივირთვათ, დავდოთ იქ და უბრალოდ დავფიქრდეთ, დროებით გადავავადოთ. ანუ ის არსად არ გაიქცევა ხა 20 წუთი სანამ ჩვენ რაღაც ჩვენ საქმეებს ვასრულებთ. რომ სხვა რამე გავაკეთოთ თან და არ ვუყუროთ ეს. არა. აბა მოგვიდება თუ არა. თლად ასე არ დავფოკუსირდეთ, რომ აი ახლა 20 წუთი გავა და მე აი ამ საკვებს მივირთვემ, თლად მასი არა. მაგრამ ის ჩვენთან არის, ის დარჩეს ჩვენთან, ის 20 წუთის განმავლობაში, არსად არ მირბის. ჩვენ შეგვიძლია სხვა რამით დავკავდეთ, რაღაცა სასიამოვნო მუსიკას მოусმინოთ, რაღაცა ის კოუჩ დაურეკოთ, ველაპარაკოთ, ვეჭორო. ეგ რა კარგი აზრია, ზუსტად ამ 20 წუთის განმავლობაში. თუ რამე დაგვირეკეთ. კი, აუცილებლად. ეს 20 წუთი გამოიყენეთ იდეალურად, რაღაცა მოიფიქრეთ. და ზუსტად რა გაკეთა ამ კლიენტმა, დავდეო მითხრა ასე 20 წუთი და რა საერთოდ აღარ მინდოდა 20 წუთის შენ დაგირეკა ხო? არა, არ დამირეკა უკვე. მოგწერა. მერე მითხრა, მერე შეხვედრაზე მითხრა, რომ საერთოდ აღარ მინდოდა და როცა აღარ უნდოდა, თვითონ მითხრა, როცა აღარ მინდოდა, აი რატომ უნდა მეჭამაო? რა საინტერესო მეთოდი არის და ზუსტად ეს არის ემოციური კვება. და მან თვითონ მოახერხა რომ განესხვავებინა ეს ყველაფერი, რაც ძალიან დიდი მიღწევა. მეც გამომიყენებია ეგ 20 წუთის მეთოდი მინდა გითხრა, აი რაღაცა თუ არის უკვე აი ემოციური კვების მომენტი, როცა იწყება განსაკუთრებით გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მერე, ეხლა გონებრივი მუშაობა, მოდი ასე ვთქვათ, ითხოვს გლუკოზას. ესეც თავისი მენეჯმენტი უნდა მინდა მივმართოთ ჩემს კოლეგა ბუღალტრებს, რომ ამას სჭირდება სწავლა, რა გავაკეთოთ, რითი ვიკვებოთ, განსაკუთრებით დეკლარაციების გადაგზავნის დროს. ეს აგვიხსენი. საინტერესო არის. ხალხიტყვია ჩემთვის. ხო, აი ეხლა წარმოიდგინე ზიხარ 5 საათი, 6 საათი, 7 საათი და ხარ ფინანსებში დაკარგული. ამ დროს ეხლა ბუნებრივია, რომელ პირველის რისკენაც ხელი კვებაში იპოვოს სტორიქსა ეგეც რთულია. მიწვის არის ის, რომ გლუკოზა მიიღო. იმიტომ რომ რეალურად გონებას ნახე ტვინს უფრო უყვარს გლუკოზაზე მუშაობა. მაგრამ მე რა მინდა, ჩვენ გადაწყვეტილებას იმპულსურად კი არ ვიღებთ. ანუ, როდესაც ვაგზავნი დეკლარაციას და აი გავიდა 2 საათი, იმ დროს კი არ ვიღებ გადაწყვეტილებას რა მივირთვა. იმიტომ რომ იმ დროს აუცილებლად ტვინი არჩევანს გლუკოზაზე გააკეთებს და ეს ცუდი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იწყება. ანუ დაგეგმვის პროცესი ადრე იწყება, ისევე როგორც ფინანსებში ჩვენ ვეყრდნობით, ზოგადად პროგნოზს ვეყრდნობით და ასე შენდება ბიზნესი. ანუ უნდა დავგეგმოთ გაცილებით ადრე დაბალანსებული კვება, ვიდრე იმ დროს, როდესაც უკვე უკიდურესად დამძიმდება ჩვენი მდგომარეობა, კორტიზოლის დონე მაღლა აიწევს, იმიტომ რომ შიმშილი უკვე უკიდურესად მძიმეა, გავიდა უკვე საკმაოდ დიდი დრო და მით უმეტეს გონებრივად მუშაობა. ასე
რომ დაგეგმვის პროცესი მანამდე არის საჭირო. ნამდვილად ესეა. მეც გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას, როგორ გავუმკლავდი ემოციურ კვებას. განსაკუთრებით, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა საღამოს და საღამოს შიმშილის გრძნობა რომ გაძლიერებულია, ეს ფიზიოლოგიურია, იმიტომ რომ გრელინის გრძნობელობა საღამოს იმატებს ავტომატურად, ვიდრე დილით იქნებოდა მომატებული. მე გავაკეთე ესეთ რაღაც, ერთი კვება მიყვარს და მეორე ვარჯიში. სწავლასთან ერთად აქედან გავამდინარე, საღამოს მივდიოდი ხოლმე სავარჯიშოდ და ამით ავტომატურად ვაკომპენსირებდი იმას, რომ ჩემი კვება მეკონტროლებინა. იმიტომ რომ ჭარბად ნაკვები სავარჯიშოდ არ წახვალ და ზოგადად გარემოში შეიძლება არ გახვიდე, რადგან გქონდეს გარკვეული დისკომფორტი, კუჭანწლავის სისტემის მხრივ შებერილობა და სხვა. და აქედან გამომდინარე, ეს ერთი საყვარელი რაღაც კვება შევცვალე ვარჯიშით. რაც საკმაოდ დამეხმარა შემდეგ იმაში, რომ მეკონტროლებინა ჩემი ემოციური კვება და რაღაც ეტაპის მერე საღამოს იმ საკვების მიღება აღარც მინდებოდა, იმიტომ რომ ის ჩვევაში იყო უკვე გადასული. ორგანიზმი მთხოვდა უკვე მაგ ყველაფერს, რომ ეგ ყველაფერი გამეკეთებინა და მიმეღო ჭარბი რაოდენობით საკვები საღამოს პირობითად. და ესეთი რაღაც დაბალანსება ყოველთვის შესაძლებელია, რადგან უბრალოდ ჩვევა უნდა გამოვიმუშაოთ. და ეს ჩვევა მერე დაჯდება და იქნება ჩვენთან ერთად თუ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამას ვაკეთებთ. რა კარგია ანა შენ რომ ფიტნეს წვრთნელი ხარ და აი ვარჯიშზე ამახვილებ ყურადღებას. ეხლა მე ერთ რამეს გეტყვი, რა შეცდომა დაუშვი ამას წინათ ვარჯიშის დროს და ეხლა შენ შემიფასე. აი ნახე, მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა გვაქვს, რაღაცა საკუთარ თავზე შეიძლება რაღაც მომენტში არ გაგახსენდეს. აი ეს მომენტია და ეხლა ამით რა ისტორია მინდა მოყვა რა ძნელია, როდესაც იმ წუთას არ ღებულობს სწორ გადაწყვეტილებას და ან ითმენ, ან ასე შემდეგ და მე მოგვიანებით უფრო უარეს შედეგებამდე შეიძლება მიხვიდე, უფრო არასწორი საკვების არჩევანი შეიძლება გააკეთო. ესე იგი, ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ კვეთრად მთელი დღის განმავლობაში რო გადავითვალე 1 გრამი ნახშირწყალიც არ ქონდა მიღებული, წარმოიდგინე. აი ზუსტად გლიკოგენის მარაგი ამოვწურე, ძალისმიერი ვარჯიშის მერე მივიღე მხოლოდ ცილა, იგივე შრატი, რომელშიც ძალიან ცოტა ნახშირწყალია, კუნც სჭირდებოდა აღდგენა. მთელი დღის განმავლობაში აი ასე რაღაცნაირად ვერ მივაქციე ყურადღება და მხოლოდ ცილოვან კვებაზე ვიყავი, არა და აუცილებელი იყო ნახშირწყალი კუნთის აღდგენისთვის და საღამოს რა მოხდა ორგანიზმმა ნახე სასწაულებრივად არის ჩვენი ორგანიზმის შექმნილი. ეს არის უძვირფასესი საჩუქარი. პირდაპირ ორგანიზმმა მიმანიშნა, რომ საჭირო იყო გლიკოგენის შევსება იმისათვის, რომ სწორად მომხდარიყო აღდგენა. ხო, საღამოს უკვე აშკარად მომინდა რაღაცა ტკბილი. იმიტომ რომ ამას ეს მე არ ვიყავი, ზოგადად მე არ მაქვს ტკბილი საკვებისადმი მოთხოვნილება. პირდაპირ ორგანიზმი მანიშნებდა, რომ კონკრეტული ნუტრიენტი დავაკელი ორგანიზმს. და იქ რაღაცა მე დავგეგმე ნახშირწყლოვანი კვება, მაგრამ ეს უკვე საღამოსკენ. მაგრამ უკვე ძალიან ცუდად მომინდა, ნახე უკვე დაგვიანებული იყო. უკვე ჭარბი რაოდენობით მოგინდა ეს კი, უკვე ჭარბი ხოვდა. ეს საკმაოდ ხშირია. ადამიანებს გონიათ, რომ თუ ივარჯიშებენ, მერე მხოლოდ ცილოვანი საკვები უნდა მიიღონ. არა და ესე არ არის, რეალურად საჭიროა, რომ თებში იყოს აუცილებლად დაბალანსებული. აუცილებლად უნდა იყოს იქ ცილა, აუცილებლად უნდა იყოს იქ ნახშირწყალი. იქ რომ შენ გამოლია გლიკოგენის მარაგი, შენ უნდა მიაწოდო ის ნახშირწყალი, რომ ისევ შეივსოს. მით უმეტეს ვიცით, რომ ვარჯიში ინსულინის მგრძნობელობას ზრდის. ამ დროს ესე არ გვეშინია იმის, რომ ჩვენ ნახშირწყალი მივიღოთ. არც არასდროს არ უნდა გვეშინოდეს რეალურად, თუ მაგალითად მარტივ შაქრებზე არ გვაქვს საუბარი, რომლის რაოდენობაც უნდა შევზღუდოთ, ხო? საჭიროა მისი მიღება, საჭიროა ჯანსაღი ცხიმის მიღება, რომელიც შენი ჰორმონალური ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი და მაშინ როდესაც ამ ყველაფერს უზღუდავთ, ორგანიზმი ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ გადარჩეს. ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ კარგად იყოს, გაგრძნობინებს. და მართლა ძალიან ხშირია ის შემთხვევა, რომ ვარჯიშის შემდეგ თუ არ არის კვება დაბალანსებული, ადამიანი იღებს ჭარბი რაოდენობით საკვებს. და სხვათა შორის მე გვხვდება ხოლმე ის, რომ აი ადამიანები ამბობენ, ვარჯიშობ და წონას ვერ ვიკლებ. ვარჯიში არ არის ხელსაწყო იმისა, რომ ჩვენ წონა დავიკლოთ. ვარჯიში შეიძლება იყოს იდეალური ხელსაწყო იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, შევინარჩუნოთ არსებული წონა. მოვახდინოთ სხეულის რეკომპოზიცია, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ ვივარჯიშოთ 3-4 საათი. და ვიყოთ კალორიულ დეფიციტში. ყველაფერს უნდა გქონდეს თავისი ადგილი ცხოვრებაში და თავისი წილი ძალისკლებაში. ვარჯიში ძალიან კარგია, უნდა გამოვიყენოთ შესაბამისად.
ჯანსაღითებში პრინციპი და ზოგადად სწორი კვება საჭიროა და ესეც შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ და მხოლოდ ერთს არ უნდა მივანიჭოთ ძალიან დიდი წილი, ისევე როგორც მხოლოდ მეორეს არ უნდა მივანიჭოთ ძალიან დიდი წილი და თითოეული ნუტრიენტი ყოველთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. კი, ძალიან ესეთი ფართო თემაა ნუტრიციოლოგია ზოგადად და ეს თემა ნახეთ, აი ჩვენ შევეხეთ ახლა შიმშილის თემას, იგივე ფიზიოლოგიურ შიმშილს, ემოციურ შიმშილს, ვარჯიშის თემას. ამ ყველაფერს ჭირდება ცოდნა, კარგი მხარდაჭერა, დაბალანსება და თუ გაუგე, ასე რომ ვთქვათ, აი ნახე რისი თქმა მინდა, თუ ეს სწორად ააწყე და გაუგე, არის ძალიან საინტერესო მოგზაურობა. უბრალოდ ხალხს გონია ეს ნახეთ თითქოს ასოცირდება ტანჯვასთან. აი ეს მინდა მორჩეს, ეს არ არის ტანჯვა. ჯანსაღი ცხოვრება არის ნამდვილი ბედნიერება, მართლა ძალიან სახალისოა. ამიტომაც ამას ჭირდება უბრალოდ კარგი გასაღები გვჭირდება, რომ აი კარგად გავაღოთ კარი და მერე თითქოს ნახე იშლება ფართო შესაძლებლობების კარი. ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაც არ მოგვბეზრდეს. ბალანსის დროს ნაკლებად თუ მოგვბეზრდება ხოლმე რამე. სხვათა შორის ამაზე გამახსენდა, რამდენად გქონია ესეთი შემთხვევა, პირადად მე ჩემ თავზე გამომიქცდია, ზუსტად იმ წონი კლისკლების შემდეგ მქონდა binge eating-ი და მერე მქონდა ესეთი პერიოდი. ვიღებდი საკვებს, მაგრამ საკვებს ვიღებდი მხოლოდ ჯანსაღს. არაჯანსაღს არაფერს არ ვიღებდი საერთოდ. რა თქმა უნდა, მქონდა ტოლო ამ არაჯანსაღისადმი, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღს ვიღებდი. და იმ პერიოდში ისევ იყო საჭიროება, რომ ცოტა წონა მე დამეკლო, რადგან როგორც თქვით, როდესაც წონის დეფიციტიდან მოვიმატე, ცხიმოვანი მასა უფრო მეტად მომემატა, კუნთოვანი მასა ნაკლებად არ ვარჯიშობდი თითქმის იმ პერიოდში. თუ ვარჯიშობდი მხოლოდ სახლში და ვიღებდი მხოლოდ ჯანსაღს, მაგრამ წონას ვერ ვიკლებდი. ეს ჯანსაღი იყო ხილი, თხილეული, ყველაზე ხშირად მიღებადი პროდუქტები, რომლებიც მარტივად შეიძლება რომ ჭარბი რაოდენობით მივიღოთ და მარტივად შეიძლება რომ მოვექცეთ კალორიულ ნორმაში ან კალორიულ პროფიციტში. წეგან ვახსენეთ, რომ ზომიერება მნიშვნელოვანია. ანუ ზომიერება მნიშვნელოვანია ამ ყველაფერშიც, ზომიერება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიღებაშიც, ჯანსაღი ნახშირწყლების მიღებაშიც, ცილების მიღებაშიც, ჭარბი ცილა, განსაკუთრებით კონკრეტული მდგომარეობის შემთხვევაში საერთოდ არ იქნებოდა რეკომენდირებული, ხო? მაგალითად, თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაში თუ გვაქვს. ანუ საერთოდ არ იქნებოდა ეს ყველაფერი რეკომენდირებული. რამდენად ხშირად ხვდები ასეთ кейსს? მე მქონია ხა ჩემ თავზე არა მხოლოდ ადამიანებზეც, რომელთაც გაუკეთებიათ კვების აღწერა და აღმოჩენილა, რომ მთელი დღე ჭამენ მხოლოდ ხილს. ამაზე გამახსენდა საზამთროს დიეტა ისე. კი, ეს რაღაცა ცნობილი დიეტა არის, არ ვიცი ახლა ვინ მოიფიქრა საერთოდ საზამთროს დიეტა. აი საერთოდ ხილს ჭამდა. ხო, აი რა არის უბრალოდ სეზონური დიეტა. მე რას ვეძახითი საზამთროს დიეტას, ეს იგივეა, რომ წყალში გახსნა შაქარი, აი გახსნა წყალში შაქარი და მთელი დღე სვა. აი ეგ არის საზამთროს დიეტა. ეხლა ნახე როგორ არის საზამთროს გლიკემიური დატვირთვა, ზოგადად შეიძლება ცოტა, ანუ ნახე თუ ცოტას შევჭამ სიტყვაზე 100 გრამს ან 200 გრამს, ეს არ იწევს შაქრის დიდ პიკს. მაგრამ გლიკემიური ინდექსი ძალიან დიდი აქვს. უბრალოდ ისე თქმა მინდა, რომ ვინ ჭამს 100 გრამს საზამთროს? აი ვინ ჭამს? ერთი ნაჭერი მგონი 100 გრამი არც არის, გაცილებით ბევრია. გაცილებით ბევრია, კი. ვიღაც, მაგალითად დედა. კი, ანუ საერთოდ გინახია. ვისი ერთი ნაჭერი ნამდვილად არ არის 100 გრამი. გინახია, რომ ვინმე ჭამს 100 გრამ საზამთროს. რა ვიცი, მე მეუბნებიან, რომ აი მთელი დღე მთლიანი საზამთრო შეჭამეს მაგალითად. მთლიანი საზამთრო. ხო და ანუ ხო, აი რა ვიცი, აქონია ასეთი შემთხვევა, რომ ამბობენ, რომ რაღაცა საშუალო ზომის საზამთრო შეიძლება ადამიანმა თუ საზამთროს დიეტაზია. მე იმას კი თუ დიეტაზია. უბრალოდ აკეთებენ ადამიანები ამ ყველაფერს გაუცნობიერებლადაც. ანუ მთელი დღის მანძილზე მაგალითად ზაფხულში იკვებებიან საზამთროთი, ჯანსაღია საზამთრო. ანუ არ ვამბობთ რომ ჯანსაღი არ არის. ხო, ჯანსაღია, ვინ ამბობს მდიდარია, მინერალებით მდიდარია, მაგრამ მაინც მონოდიეტაა, რაღაც ეტაპზე მაინც მოგცემს კვებით აშლილობას, ემოციურ კვებას ყოველ შემთხვევაში. არანაირად სიელამანდ არ არის იმისთვის, რომ ჩვენი საშენი ფუნქციები შევინარჩუნოთ, ფერმენტული ფუნქციები შევინარჩუნოთ, კონკრეტული ჰორმონების წარმოება შევინარჩუნოთ, ისეთი რომელიც ცილოვანი ჰორმონებია, ხო? მაგრამ მაინც რაღაცნაირად ფიქრობენ რომ არიან ჯანსაღ კვებაზე და
წესით უნდა დაუდგეთ წონის კლება, მაგრამ ეს ყველაფერი არ დგება. კი, საძამთრო არის ფრუქტოზა გლუკოზის იდეალური კომბო. შეუძლებელია ეს ნახე რა მოხდება. მარტო საძამთროს ჭრილში რო არ განვიხილოთ და აი ზოგადად ხილის ჭრილში რო განვიხილოთ რა ეს ყველაფერი რეალურად ნებისმიერ ხილზე ესე ანუ მარტო საძამთროზე არ არის. მონოდიეტები გამართლებული არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ისევე როგორც მთელი დღის მანძილზე ხილის მიღება. აი შენ რო გვითხრა მაგალითად ის ხილის მიღება რეალურად დანაკლებას არ იწევს. ანუ მასზე ინსულინის პასუხი ნაკლებია, მასზე ლეპტინის პასუხი ნაკლებია. უბრალოდ პასუხი გრელინზე ნაკლებია, ეს უფრო სწორი ფორმულირება იქნება. თავიდანვე თქვით, რომ გრელინის მენეჯმენტისთვის მხოლოდ ცილა არის საჭირო. ნახეთ, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. ხილის ადგილი თეფშზე არის საპატიო ადგილი, ასე ვთქვათ. უნდა იყოს, იმიტომ რომ ხილი მდიდარია ვიტამინებით, იგივე მდიდარია ბოჭკოთი და მას უნდა კონდეს თავისი კონკრეტული ადგილი. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს როგორ ჩავსვათ კომბინაციაში. ჩვენ ისე არ გამოვიდეს რომ მარტო ხილით ვიკვებებით და ამ დროს დავივიწყეთ ბურღულეული, დავივიწყეთ ცილოვანი საკვები, ხო? ანუ უნდა ჯანსაღი ხო, ჯანსაღი ცხიმები. აი ცხიმებთან დაკავშირებით ახლა შენ თქვი რომ ძალიან იოლია გადაჭარბება. ხშირად იცი როგორ სვავენ კითხვას, ნუში კარგია? აი რა სიტყვი ანა ნუშზე ასე მეუბნებიან. ძალიან კარგია. მიგოზი კარგია. გააჩნია რაოდენობას. ნებისმიერ რაღაცაზე გააჩნია რაოდენობას. არ აქვს მნიშვნელობა ის ჯანსაღი ცხიმი იქნება, ნახშირწყალი იქნება, ცილა იქნება. კიდევ ერთხელ გამომეორდები. ზომიერება არის ერთ-ერთი გასაღები, რომელსაც უნდა მივაღწევთ. ბალანსი არის ის გასაღები. ერთად მუშაობა მხოლოდ ბალანსში შეუძლია. ცალკე შეიძლება თითოეული კომპონენტი იდეალური იყოს, მაგრამ ერთად ვერ მიდიოდეს. რავი, შენ მაგალითად კომპანიის მაგალითი გიყვარს ხოლმე ხა კომპანიაში ყველა რო ცალ-ცალკე მუშაობდეს რა. ანუ ეს კომპანია წარმატებული ხო არ იქნება? აი სიტყვა ბალანსი ყველგან გვადგება. ბალანსი გვადგება როგორც ნუტრიციოლოგიაში და ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობის პროფილის გასაუმჯობესებლად, ასევე ხა ფინანსები ბალანსის გარეშე ხო საერთოდ წარმოუდგენელია. ბალანსი როგორც თვითონ კომპანიის სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის დროს, ასევე თავად თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს. ნუ ეხლა ეგ ფინანსური აღრიცხვა კიდე ცალკე თემა არის. და რა მინდოდა თხილზე რა გამახსენდა ეხლა? აი რომ მეუნებიან, ნუში ხო კარგია, კი? კარგია ხა რა უნდა უთხრე ხა რა პასუხი გავცე რა პროფილით შევხედო ნუშს ანუ რამდენი ცალი ნუშია კარგი ეხლა უნდა დავსვა კითხვა ეხლა მე უკვე მათემატიკაში გადავდივარ 200 ცალი ნუში კარგია აი 200 ცალი და მანახები მთლიანი მუჭით აი ანა ეს ნუში რო შევჭამო მთლიანი მუჭით ხო კარგია და აი ხა მოდი პირდაპირ ვიტყვი ნუში კარგია მაგრამ ის არის ცხიმის წყარო და შესაბამისად იმ ცხიმსაც აქვს თავისი ზღვრული ოდენობა იგივე ჩვენი თეფშის ზღვარზე 25-დან თუ 35%-მდე უნდა მივიღოთ რომ სარგებელი უფრო მეტი მოქონდეს ვიდრე პირიქით ნახე ჩვენ უნდა ესეთი რამე შევხედოთ კვებას რომ კვებას სარგებელი უფრო მეტი უნდა მოქონდეს ვიდრე რამე ზიანი და შეიძლება კარგი იყოს 30 გრამი ნუში მაგრამ რა ვიცი ხა რა გითხრა 150 გრამი ნუში კარგია თან მნიშვნელოვანია დღის მანძილზე სხვა რა აქვს ნაჭამი ცხიმოვანი ხო ასეა ანუ თუ ცხიმოვანი სხვა არაფერი არ აქვს ნაჭამი მანდ ახლა 30 გრამი არა შეიძლება 40-50 გრამზეც კი ავიდეთ ხო პირობითად ვამბობ რა ანუ ეს რაღაც კომპონენტი კარგია ცუდია მაგაზე არ არის კომბინაციაში ანუ იმ გარემოში რამდენად კარგი იქნებოდა უფრო სწორია იცი რა გამახსენდა ასე რო წერენ მაგალითად ვაშლი თუ მსხალი რომელია კარგი ვაშლი თუ მსხალი აი როგორ უნდა გასცე მაგას პასუხი რომელია კარგი ხო ორივე ჯანსაღია ორივე ბოჭკოს წყაროა მაგრამ იქნებ საერთოდ მე სულ არ მიყვარს ვაშლი და მიყვარს მსხალი იქნებ არც ერთი არ გიყვარს მას დაშვებით აი იქნებ არც ერთი არ მიყვარს ამიტომ თავად ის ფაქტი რომ ვიღაცამ დასვას კითხვა დაუშვათ რო გკითხოს ახლა ანა ვაშლი მივიღო თუ მსხალი ამაზე რა პასუხი უნდა გასცე ეს არის შენი საყვარელი ხილი ხო მთელი ნუტრიციოლოგია უნდა მოუყვე მაშინ რა ვაშლი უნდა მიირთვას თუ მსხალი ხო ის უნდა მიირთვას რაც მას სიამოვნებს ორივე ჯანსაღია ორივე კარგია კონკრეტულ რაოდენობებს უნდა დავაკვირდეთ კონკრეტულ თეფშზე უნდა მივცეთ საპატიო ადგილი და უნდა ვიცოდეთ რამდენ ადგილს დაიკავებს ანუ ფუნქცია უნდა გაუწეროთ აი სამსახურის მაგალითი რომ მითხარი ყველა კადრს აქვს თავისი ფუნქცია თავისი მოვალეობა
ეხლა სხვა ვერ გამიკეთებს ხო სიტყვაზე დეკლარაციას, ანუ თავისი მე ნამდვილად ვერ გაიკეთებდი. ხო, თავისი მოვალეობა ყველა ასრულებს თავის ადგილს. ვაშსაც თავისი ადგილი აქვს და აი მცილებსაც თავისი ადგილი. ჩვენი მოვალეობა არის, რომ ეს კომბინაცია სწორად ავაწყოთ და აი ესეთი ლამაზი კომბინაცია მივაწოდოთ ადამიანებს ისე რომ მისთვის ეს არ იყოს დამტანჯველი. და მისთვის ეს იყოს რეალურად რეალურად ძალიან აღსაქმელი. ძალიან დიდი სიამოვნება. კი. ჩვენი მიზანი ეს არის, რომ ადამიანებმა თავი იქცნონ ბედნიერად. მშიერი და უბედური ადამიანი ნამდვილად კი, ეს რაღაცა დევიზი უნდა იყოს, აბა, ანა როგორი? ჩვენი, აი ჩვენი დევიზი, რომ არც ერთი მშიერი ადამიანი არ უნდა დადიოდეს დედამიწაზე. და ასევე არც ერთი არ უბედური. ვაშიმშილოთ. ყველა უნდა იყოს ბედნიერი. კი, ყველა იყოს ბედნიერი და ხალისიანი. ნამდვილად. კი. მგონი ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი განვიხილეთ დღეს. რამდენად მეთანხმები ამაზე. ბევრ ძალიან სასიამოვნო თემას იყო შენთან შევეხეთ. რეალურად საუბარი, რადგან პირველი პოდკასტი იყო ეს ზოგადად ჩვენთვის. ორივე ძალიან ნერვიულობდით დასაწყისში და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო წავიდა ჩვენი საუბრები. კი, ჩვენ ბევრ ამას შევეხეთ. შიმშილის თემას შევეხეთ, ასევე ჯანსაღი კვების რაოდენობას შევეხეთ, იქ ვარჯიშს შევეხეთ. თუმცა შეგვიძლია მე ნელ-ნელა სხვა დროს თითოეული კომპონენტი უფრო კარგად ჩავშალოთ. ნამდვილად და შემდეგ პოდკასტზე ამას გავაკეთებთ. შევხვდები. ანა, ამას გავაკეთებთ. აუცილებლად სასიამოვნო კი. იყო შენთან საუბარი. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო. აბა ნახვამდის. ნახვამდის. აკა